დიდი მადლობა მობრძანებისთვის. დღეს სახელმწიფოს აპარატი წარმოგიდგენთ პრეზენტაციას შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახელმწიფოს 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით. მოგესალმება ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში უფლებათა ფართო სპექტრია წარმოდგენილი. შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტია სახელმწიფოს აპარატის და შესაბამისად ანგარიში არის საუბარი როგორც დადებით, ასევე უარყოფით ტენდენციებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში. გასული წელი განსაკუთრებით გამორჩეული იყო იმითაც, რომ 12 აპრილიდან ძალაში შევიდა გაეროს შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია, რომლის წარმატებული იმპლემენტაცია დადებითად შეცვლის ძალიან ბევრი ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონვენციის რატიფიცირება ფაკულტატიური ოქმის გარეშე განხორციელდა, რაც საქართველოში მცხოვრებ შეზღუდული შეძლების მქონე პირებს არ აძლევს შესაძლებლობას ინდივიდუალური უფლებადარღვევის ფაქტებზე მიმართონ გაეროს შესაბამის კომიტეტს. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს საპარლამენტო ანგარიში ასახული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი სწორედ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის რატიფიცირების საკითხს ეხება, რის რატიფიცირებასაც ჩვენ მოვითხოვთ რაც შეიძლება მალე. საანგარიშო წლის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდათ ასევე საქართველოს სახელმწიფოს აპარატის დასახელება კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვის და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად. საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ასევე საჯარო დებატები ამ თემაზე, სწორედ მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით კონვენციის 15 იანვრიდან, მიმდინარე წლის 15 იანვრიდან სახელმწიფოს აპარატში მოგესალმებათ შეიქმნა შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი. დეპარტამენტმა და აპარატმა ზოგადად მონაწილეობა მიიღო რამდენიმე შეხვედრაში იმისათვის, რომ შექმნილიყო კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი და ძირითად საკითხებზე შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს ორგანიზაციებთან უკვე მიღწეულია შეთანხმება და თითქმის დასრულებული, ანუ ძირითად პრინციპებზე არის უკვე შეთანხმება მიღწეული და ძალიან მალე უკვე ეს მექანიზმი შეიქმნება, რასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე შეხვედრა უკვე გქონდა. გასულ წელიწადს იყო ასევე მნიშვნელოვანი, რომ 2014 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის მმართველობის ქვეშ მოქმედმა სიტმა 112-მა გაითვალისწინა სახელმწიფოს რეკომენდაცია სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირთათვის საგანგებო და გადაუდებელი სერვისების ხელმისაწვდომობის თაობაზე და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრთან მარტივი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით ამოქმედა სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირების მიერ 112-თან მოკლე ტექსტური შეტყობინების ან ვიდეო ზარის მეშვეობით დაკავშირების სისტემა. ასევე რამდენიმე ნორმატიული აქტი გამოიცა, რასთან დაკავშირებითაც და ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა 15-20 წლებისთვის, ამას დეტალურად იქნება პრეზენტაციაზე საუბარი. ასევე შემუშავდა დადგენილება შეზღუდული შეძლების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-16 წლების სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. ასევე ერთ-ერთი გადაწყვეტილება, რომელიც გასულ წელს იყო მიღებული და უნდა აუცილებლად ვახსენოთ, არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ეხება ქვედუნარობის სამართლებრივ რეგულაციებს და გადაწყვეტილების საფუძველზე ძირეული ცვლილებები განხორციელდა ეროვნულ კანონმდებლობაში, რითაც კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩვენი კანონმდებლობა თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს. მიუხედავად ამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და დადებით ტენდენციისა, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემები არის და ხარვეზები არის ძალიან ბევრი. მთავარ გამოწვევა, ძირითად გამოწვევებად გასულ წელს კვლავ რჩებოდა შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებების კონვენციის დებულებების სათანადო იმპლემენტაციის საკითხი. შეზღუდული შეძლების მქონე პირთათვის მიუწვდომელი ფიზიკური გარემო, ტრანსპორტი და საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ამ პირთა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის და შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არ არსებობა კვლავ პრობლემაა, ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებში შეზღუდული შეძლების მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროების გათვალისწინებასთან დაკავშირებით
ხარვეზები შეინიშნება ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებითაც, განსაკუთრებით საუბარი არის სკოლამდელ, პროფესიულ და უმაღლეს საფეხურებზე. არ არის შექმნილი შეზღუდული შეძლების მქონე ბავშვთა მომსახურების ერთიანი სისტემა, სუსტია ოჯახის მხარდამჭერი სერვისების განვითარება, არ არსებობს მოზარდთა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, თემზე დაფუძნებული საოჯახო ტიპის სერვისებისა და სოციალური საცხოვრისის დანერგვა და განვითარება. და რაც მნიშვნელოვანია, საჭიროა, თუ დავნიშნოთ, შეზღუდული შეძლების მქონე ბავშვთა პროგრამების სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა. ხარვეზები არსებობს ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების იმ ბენეფიციარების უფლებების დაცვის საქმეში, რომლებმაც სრულწლოვანების ასაკის მიღწევის გამო დატოვეს ინსტიტუციები. არ არსებობს ამ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერის და საზოგადოებაში ღირსეული ინტეგრაციის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა და პოლიტიკა ზოგადად. გასულ წელსაც ასევე საანგარიშო პერიოდშიც ადგილი ჰქონდა შეზღუდული შეძლების მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის, ასევე სავარაუდოდ ძალადობის ფაქტებს, რასთან დაკავშირებითაც ასევე საუბრობთ ანგარიში. იმედს გამოვთქვათ, რომ 2015 წელი იქნება ერთგვარი შემოbrunების წელი შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხში და მოხდება იმ გამოწვევების დაძლევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვა შეზღუდული შეძლების მქონე პირების. კიდევ ერთი, რაც ასევე მინდა აღვნიშნო, გარდა იმისა, რომ რამდენიმე სპეციალური ანგარიში გამოსცა სახელმწიფო იმ პრობლემების შესახებ, რომელსაც შეზღუდული შეძლების მქონე პირები აწყდებიან, ასევე ჩვენ დავიწყეთ და უკვე ერთხელ ქონდა უკვე და წელსაც გავიმეორეთ ევროკავშირის ფინანსური დახმარებით მომზადდა სპეციალური საპარლამენტო ანგარიში 2014 წლის შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებების შესახებ ხელმისაწვდომი ფორმით. საუბარი არის ბრაილის შრიფტით და აუდიო წიგნის სახით. და ამისთვისაც, რა თქმა უნდა, დიდ მადლობას ვუხდით ევროკავშირის დელეგაციას საქართველოში, ასევე იმ ორგანიზაციებს, რომელთაც უზრუნველყვეს შესაბამისი მომსახურების გაწევა. საუბარი არის ორგანიზაცია ჰერაზე და ასევე იმ მეწარმე სიმონ გოგიძეზე, რომელიც დაგვეხმარნენ სწორედ ამ სახის ანგარიშების მომზადებაში. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, გააგრძელებს მუშაობას და მონიტორინგს და რა თქმა უნდა, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას ყველა იმ პრობლემაზე და გამოწვევაზე. მე არ მინდა რომ ძალიან გამიგრძელდეს მის სალვებელი სიტყვა და უკვე უშუალოდ გადავიდეთ ანგარიშის პრეზენტაციაზე და მე მინდა ვთხოვო ირინე ობოლაძეს, სახელმწიფო აპარატის შეზღუდული შეძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროს, რომ მოახდინოს ანგარიშის პრეზენტაცია. დიდი მადლობა ბატონო. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მომბრძანებისთვის. მეც მინდა შევუერთდე სამადლობელ სიტყვას მადლობა გამოვხატო ევროკავშირის დელეგაციის მიმართ, რომელიც მხარდაჭერითაც იმართება ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, ასევე შესაძლებლობა მოგვეცა მიგვეწოდებინა შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისათვის ადაპტირებული სახით ჩვენი ანგარიში, რითაც დიდი მადლობა. ეს ჩვენი ვალდებულება, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამ ვალდებულების შესრულებისთვის რაღაც შეფერხებები არის ხოლმე, მათ შორის ფინანსურის და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენ გვეძლევა მის საშუალება ღირსეულად წარმოვადგინოთ ეს ყველა ადამიანისთვის მისაწვდომად. მე გადავალ ჩვენი საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით შეზღუდული შეძლების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ პრეზენტაციას შევერხები და ზოგადი მიმოხილვით დავიწყებთ. უკვე ითქვა და ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ გასულ წელს შევიდა კონვენცია ძალაში, რატიფიცირება მოხდა 2013 წლის ბოლოს, ხოლო 2014 წლის 12 აპრილიდან უკვე კონვენცია ძალაშია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი დადებითი მოვლენაა გასული წლის სხვა მოვლენებიდან, იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორი დიდია მნიშვნელობა კონვენციისა, როგორი ფართოა მისი სპექტრი და მისი დაცვის ხარისხი და უნდა ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოხდეს მისი წარმატებული იმპლემენტაცია,
რათა კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავსვა ღირსეულად და ღირსეული ცხოვრების პირობები ქონდეთ ამ ადამიანს და მათ ისევე ქონდეთ ადამიანის ყველა უფლებით სარგებლობის უფლება და შესაძლებლობა, როგორც ეს აქვს საზოგადოების სხვა წევრებს. გაეროს კონვენციის ძალაში შესვლის შემდეგ სახელმწიფოს მიერ დასახელი და ასევე ცნობილი ფაქტია კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ორგანოები, როგორც მოგეხსენებათ იმპლემენტაციისა და უწყებათა შორის კოორდინაციის მიზნით განისაზღვრა შესაბამის უწყებად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკოორდინაციო საბჭო, ასევე სამდივნო პრემიერ-მინისტრისა, რაც შეეხება კონვენციის მონიტორინგის ორგანოს, საბჭოს დომაზე გასული წლის ოქტომბრის ბოლოს გადაწყდა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განახორციელებს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგს. ბუნებრივია, ამ პროცესებს გარკვეული გამოხმაურება მოყვა და თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ბევრი თქვენთაგანი ესწრებოდა საჯარო დებატებს, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაიმართა. საკმაოდ მწვავე დებატები იყო, იქ ისეთ პრობლემურ საკითხებზე ვისაუბრეთ, რომელიც კონვენციის მონიტორინგს უკავშირდება, შესაბამისი სტრუქტურის ჩამოყალიბებას, შესაბამისი ორგანოს შექმნას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, უშუალოდ ამ თემის მონაწილეთა ჩართულობას და ამ საჯარო დებატების შემდეგ განხორციელდა და შემუშავებული იქნა გეგმა, რომლის მიხედვითაც გაიმართა ორი სამუშაო შეხვედრა, ისევ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობით, ორგანიზაციების ჩართულობით. ამასვე დაუკავშირდა სახალხო დამცველის აპარატში ახალი დეპარტამენტის შექმნა, რომელიც იქნება მონიტორინგის, ასე ვთქვათ, კოორდინაციის გამწევი სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან და ჩვენ გასული მიმდინარე წლის 15 იანვრიდან, ასე ვთქვათ, შევდექით ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას. დეპარტამენტი ამ ეტაპზე შედგება 4 წევრისაგან, ეს არის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მოადგილე და 2 სპეციალისტი. ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს გარკვეული საქმიანობა მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით, გავმართეთ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა, ვიმუშავეთ იმ საბჭოს დებულებაზე, რომელიც იარსებებს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, რომელიც ასევე უნდა იყოს ბუნებრივია ჩართული მონიტორინგის განხორციელების პროცესში, კონვენციის პრინციპებიდან გამომდინარე. მოგეხსენებათ 5 მაისს წარდგენილი იქნა ამ საბჭოს დებულება და მისი დრაფტი, ასე ვთქვათ, მონიტორინგის მექანიზმისა. ასევე მივიღეთ კომენტარები იმ პირებისაგან, რომლებიც დასახელდნენ შესაბამისად ამ შეხვედრაზე. ველოდებით ასევე რამდენიმე ორგანიზაციისგან კომენტარს, თუმცა ძირითად და ძირეულ საკითხებზე და პრინციპებზე შეთანხმებული ვართ და უახლოეს მომავალში ვფიქრობთ, რომ დასრულდება მასზე მუშაობა და ბუნებრივია შემდეგ ის საბოლოოდ, ასე ვთქვათ, წარედგინება ყველა დაინტერესებულ მხარეს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, როგორც ინდივიდებს, ასევე მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, მათი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებს და ასე შემდეგ. გასული წლის პოზიტიური მოვლენებიდან უდაოდ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახდათ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ქმედუნარობის სამართლებრივ რეფორმას უკავშირდება. ალბათ ბევრ მოწინავე ქვეყანაში, იმ ქვეყნებში, რომლის პრაქტიკასაც ჩვენ ვიზიარებთ, შეიძლება არ იყოს ისე კარგად, როგორც ჩვენ, ასე ვთქვათ, ამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოვახდინეთ ეროვნულ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები. ფაქტიურად ქმედუნარობის სამართლებრივი ინსტიტუტი აღარ არსებობს და ყველაფერი ქმედუნარიანია, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე როგორ მოვახდენთ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების პრაქტიკულ და პრაქტიკაში წარმატებულ იმპლემენტაციას. ხომ არ შეფერხდება გარდამავალ პერიოდში იმ ადამიანების უფლებები, რომლებსაც გარკვეულწილად შეეხოთ ეს საკითხი. თუმცა ყველაფრის მიუხედავად ამ ეტაპზე უნდა ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი პოზიტიური და ძალიან პროგრესული გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ასევე შესაბამისი ძალიან კარგი ცვლილებები მოყვა ეროვნულ კანონმდებლობაში. გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებისა, ახალი საკანონმდებლო რეგულაციები შემუშავდა 2014 წლის განმავლობაში, მათ შორის ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც მისასწავლობის საკითხებს არეგულირებს, ასევე წლის ბოლოს, 2014 წლის ბოლოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის 2015-20 წლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც საკმაოდ კარგად არის გაწერილი დეტალები თუ როგორი სერვისი უნდა მიეწოდებოდეთ ამ ადამიანებს, როგორი პირობებში უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს მომსახურება ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისათვის და ასე შემდეგ.
ასევე ალბათ უნდა ვთქვათ ამ შემთხვევაში, რომ მართალია საკანონმდებლო რეგულაცია შეიძლება იმდენად არ იყოს, მაგრამ მთავრობის მიერ ასევე შემუშავდა 2014-16 წლების სამოქმედო გეგმა, ასევე მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ზოგადად ადამიანის უფლებებს ეხება და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ცალკე გვაქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმა, თუმცა გარკვეული ხარვეზი აქვს ამ გეგმას და აუცილებელია ამაზე გავაკეთოთ ჩვენ და გავამახვილოთ ყურადღება, იმიტომ რომ არ არის საუბარი ფინანსურ უზრუნველყოფაზე და ძალიან ხშირად ეს ფინანსური უზრუნველყოფის არ ქონა სამწუხაროდ წარმოშობს ისეთ მომენტებს, რომ ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება გეგმით გაწერილი აქტივობების სათანადო შესრულება, ან შეიძლება იყოს ისეთი მომენტები, რომ საერთოდ ვერ შესრულდეს რომელიმე თქვათ მოთხოვნა ამ გეგმის მიხედვით გათვალისწინებული. აუცილებლად უნდა იქნას მიღებული შემდგომში ესეთი ფაქტორები და უნდა გამოსწორდეს ამ მხრივ, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გეგმაში გაწერილ თითოეულ დეტალს მის პრაქტიკულ იმპლემენტაციას იმისათვის, რომ ადამიანებმა მიიღონ ჯეროვანი მომსახურება, ჯეროვანი სერვისი და სათანადოდ იქნას თითოეულის უფლება დაცული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარე წელს დაწყებული გვაქვს შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა როგორც სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე რეგიონებიდან, მოგეხსენებათ, იქ არის ასევე ვალდებულება სხვადასხვა ქალაქების, მათ შორის თვითმმართველობების დონეზე, უკვე მიღებული გვაქვს შესაბამისი პასუხები, 76 მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოხდა ამ ყველაფრის გამოთხოვა ინფორმაციისა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამუშავება და ბუნებრივია ეს ჩვენი უკვე მიმდინარე საქმიანობა მომავალი წლის, უბრალოდ 2015 წლის ანგარიში აისახება და გარკვეულწილად იმ მონიტორინგის ანგარიშის შემადგენელი ნაწილიც იქნება, რომელიც გაეროს კომიტეტს სახელმწიფოს მიერ წარდგენილი ანგარიშის შემდეგ უნდა წარუდგინოს სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, მათი მონაწილეობით შექმნილ ორგანიზაციებმა და დაინტერესებულმა სხვა პირებმა. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს 2014 წელი მოგეხსენებათ, ეს იყო თვითმმართველობის არჩევნების წელი. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პოზიტიური ძვრები და ცვლილებები არის ამ მიმართულებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ საარჩევნო უფლების განხორციელებისა, ამ მხრივაც გვაქვს გარკვეული ხარვეზები და განსაკუთრებით აქტუალური ძალიან მალევე გახდება, იმიტომ რომ მომდევნო 2016 წელი მოგეხსენებათ უკვე არის მორიგი არჩევნების, ამჯერად საპარლამენტო არჩევნების წელი და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეულ მოქალაქეს შეეძლოს ღირსების შელახვის გარეშე, ესეთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე თავისუფლად მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. ამ მხრივაც არის თბილისის მასშტაბით შეტანებით უკეთესი მდგომარეობა, თუმცა რეგიონებში არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს საარჩევნო იგივე უბნების ადაპტირებასთან, საარჩევნო მასალების ადაპტირებასთან და ასე შემდეგ დეტალებთან დაკავშირებით. ერთი მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც 2014 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, უბრალოდ გრძელდებოდა 2012 წლიდან, ეს გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. მოგეხსენებათ, ეს პროცესი 2012 წლიდან დაიწყო, 2014 წლის ბოლოს, 2015 წლის დასაწყისში ფაქტიურად დასრულდა იმით, რომ დაიხურა სენაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი, იქ მყოფი ბენეფიციარები, რომელთა განთავსება ვერ მოხერხდა ალტერნატიულ სხვა სერვისებში, მოხდა კოჯრის ბავშვთა სახლში და დღეს ფუნქციონირებს კოჯრის ბავშვთა სახლი. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან სერიოზული და ისეთი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის და ზოგადად ჩვენთვის ალბათ ყველასთვის, რომ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში ის პირები, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის გამო დატოვეს პანსიონატები, ინსტიტუციები, ძალიან ბევრს აქვს სურვილი გააგრძელოს დამოუკიდებელი ცხოვრება, იყოს დამოუკიდებლად განაგებდეს, ასე ვთქვათ, საკუთარ ბედს, იყოს დასაქმებული, ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება, ჰქონდეს საცხოვრებელი და ასე შემდეგ. ანუ ცხოვრობდეს ჩვეულებრივი ნებისმიერი ადამიანის მსგავსად და ანალოგიურად, თუმცა სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა მათ არ ეძლევათ და ძალიან ბევრ მათგანს უკვე აქვს ჩვენთვის მომართული და ისინი ასევე მიმართავენ სხვადასხვა უწყებებს და ორგანოებს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა ხდებოდეს და უზრუნველყოფილი იყოს მათი ყველა უფლება ადამიანისა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას და საქართველოს მთავრობის სახელზე სწორედ გვაქვს ესეთი რეკომენდაცია, რომ ამ პირთა უფლებების გათვალისწინება მოხდეს. რაც შეეხება ერთ-ერთ დადებით ასპექტს, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასული წლის ბოლოს, ეს გახლავთ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება, რომელიც უკავშირდება 112 სერვისს.
შეიძლება ბევრი თქვენთაგანი მონაწილეობდა კიდევაც იმ შეხვედრაში, რომელიც 2012 წელს გაიმართა კონვენციის 21-ე მუხთან დაკავშირებით, ანუ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გამოხატვის უფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. უკაცრავად, სწორედ ამ შეხვედრაზე გაჟღერდა პირველად, ესე ვთქვათ, საჭიროება იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არ იყო ხელმისაწვდომი 112-ის სერვისი და სწორედ ესე დაგვისვეს პირდაპირ შეკითხვა. თქვენი აზრით, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გამოიძახოს სმენისა და მეტყველების შეზღუდვისთან ამ მქონე პირმა ღამის 3 საათზე ან 4 საათზე გადაუდებელი სამსახურები? რატომღაც ყველანი გავჩერდით და არავის არ ჰქონდა პასუხი და სწორედ ესეთი უკაცრავად, სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ, ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა 2012 წლის ანგარიში ჩაწერა პირველად ეს რეკომენდაცია და მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი რეგულაციების შემუშავება 2013 წელშიც მეორდებოდა ეს რეკომენდაცია და საბოლოოდ ძალიან კარგია და რა თქმა უნდა ბუნებრივია მივესალმებით იმას რომ გათვალისწინებული იქნა და თქვენთვის ცნობილია რომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით ასევე შეზღუდული სერვისის მქონე პირთა ფართო ჩართულობით მოხდა ამ სერვისის განხორციელება და გასული წელს დაიწყო მასზე მუშაობა და მიმდინარე წლის მარტიდან ამოქმედდა ეს სერვისი, თუმცა აქაც ალბათ ყველას გვჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა იმისთვის, რომ აღნიშნული სერვისის შესახებ ინფორმაცია გქონდეთ განსაკუთრებით რეგიონებში ცხოვრებ პირებს და ჩვენ შეძლების დაგვარად შევეცადოთ როგორც სახალხო დამცველის აპარატმა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებმა, მათ შორის ყრუთა კავშირმა, ყრუთა საზოგადოებამ, რომელიც აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, გავავრცელოთ ეს ინფორმაცია, რათა ყველა ადამიანისთვის იყოს ხელმისაწვდომი შესაბამისი მომსახურება და შესაბამისი სერვისი. რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის 2014-15 წლების შუალედურ ანგარიშს, ჩვენ ამ ანგარიშზე ვიმუშავებთ გასულ წელს და ჩვენი მოსაზრებები წარუდგინეთ ადამიანის პრემიერ-მინისტრთან არსებული ადამიანის უფლებათა სამდივნოს. და ამ შუალედურ ანგარიშში ჩვენ საუბრობთ იმ ხარვეზებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ასახული. ეს არის ინკლუზიური განათლება, ეს არის რეგიონებში ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც მართალია გვაქვს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაგრამ არ ხდება, ესე ვთქვათ, შეზღუდული სერვისის მქონე პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინება და სხვა მრავალი დეტალი, მათ შორის მისაწვდომობის პრობლემა, როგორც სატრანსპორტო, ასევე ინფრასტრუქტურა, ინფორმაცია და ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა არის კონვენციის ფაკულტატური ოქმი და მისი რატიფიცირების თემა, რადგანაც მოგეხსენებათ ფაკულტატური ოქმის საშუალებას აძლევს შეზღუდული სერვისის მქონე პირებს დამოუკიდებლად ინდივიდუალური უფლება-დარღვევის ფაქტებზე მიმართონ გაეროს შესაბამის კომიტეტს, რაც ჯერჯერობით ჩვენს პირებს ამის საშუალება არ აქვთ. ასევე გამოწვევა გახდათ ბავშვთა პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება და ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ მიმდინარე წელსაც იყო პრეცედენტი, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ არ იყო ესეთი პრობლემა და ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ჩართული სერვისში, არჩებოდნენ ამ სერვისის გარდა, თუმცა დაფინანსების პრობლემა არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სახელმწიფოს შესაბამისმა ორგანოებმა იზრუნონ. რაც შეეხება შეზღუდული სერვისის მქონე პირთა დასაქმებას, ასევე მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ფაქტიურად სახელმწიფოს მიერ არ არის ამ ეტაპზე შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც საშუალებას მიცემს ამ პირებს იყვნენ დასაქმებული და თავიანთი დამოუკიდებელი ცხოვრებით შეეძლონ თავიანთი საჭიროებების უზრუნველყოფა და შესაბამისად მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარებაც. ჯანმრთელობის დაცვის უფლებაზეც ვისაუბრეთ და ვიცით, რომ ესეც აუცილებლად უნდა დაიხვეწოს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომ მათი განსაკუთრებული საჭიროებების ასახვა მოხდეს შესაბამის პროგრამებში, არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო საშუალებები, ასევე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ვერც დასაქმება, ვერც განათლება და ზოგადად ამ ადამიანების გადაადგილება საკუთარი სახლებიდან ვერ მოხდება თუ არ იქნა ადაპტირებული შესაბამისი გარემო გზები, გადასასვლელები და ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი და სატრანსპორტო საშუალებები, ბუნებრივია ამის გარეშე წარმოუდგენელი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება, რომ საკუთარი ხარჯებით მოახდინოს სახლიდან გამოსვლა და გადაადგილება, თუნდაც იმ წირი
სოციალური პაკეტის ფონზე თუ მithumetes ადამიანი დასაქმებული არ არის და სამწუხაროდ ძალიან ხშირია, როცა შეწყვეტილი არა მხოლოდ შეზღუდული შეძლოს მქონე პირები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც თავს არ არიან დასაქმებულები და შესაბამისი შემოსავლის გარეშე არიან. ამ ფონზე რა თქმა უნდა განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სწორედ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მისაწვდომობა და ასევე ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არსებობა. მინდა გამომრჩეს პრეზენტაციაში რომ გასულ წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორი დეპარტამენტის მიერ სიკვდილის პრევენციის ეროვნული მექანიზმისა და შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა უფლებების ცენტრის მიერ, მაშინ ჯერ კიდევ ცენტრი არსებობდა, მოხდა შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა პატიმრების მდგომარეობის, ასე ვთქვათ, მონიტორინგი პენიტენციარულ სისტემაში და აღნიშნული მონიტორინგის ანგარიში უფრო ცალად შესული არის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის ანგარიშის ნაწილში, სადაც დაინტერესების შემთხვევაში უფრო დაწვრილებებით შეგიძლიათ იხილოთ. თუმცა გარკვეული პრობლემები და გარკვეული რეკომენდაციები საქართველოს სახალხო დამცველისა კვლავ შეუსრულებელია, ისეთი როგორიც არის არაადაპტირებული საკნები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირებისათვის შესაბამისი სერვისების მიწოდება, შეზღუდული შეძლოს მქონე პირის სტატუსის განსაზღვრა, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა და ასე შემდეგ. მე ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, მინდა გადავიდე იმ ნაწილზე, რომელიც ეხება გასულ წელს შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა უფლებების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შემუშავებულ და განხორციელებულ საქმიანობას. ეს გახლდათ ერთ-ერთი კვლევა შეზღუდული შეძლოს მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის მე-6 მუხლის იმპლემენტაცია, არსებული გამოწვევები და პერსპექტივები. მოგესალმებით, ეს მუხლი ცალკე გამოყოფს ქალთა უფლებების კონვენციაში და ამ მიმართულებით ვიმუშავეთ ჩვენ გასულ წელს და ფოკუსური ჯგუფები მოეწყო საქართველოს რეგიონებში, მათ შორის სამეგრელოში, კახეთში, იმერეთში და დუშეთში და ყაზბეგში. მარტვილი, ჩხოროწყუ, აგუდეხი, სიღნაღი, საჩხერე, ჭიათურა, დუშეთი და ყაზბეგი, მცხეთა-მთიანეთში. კვლევის შედეგად გამოვლინდა ის პრობლემები, რასაც ზოგადად ყველა რეგიონში აქვს ადგილი და ძალიან სამწუხარო რომ ეს არის სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი და ეს არ არის მხოლოდ ამ რეგიონების პრობლემა, ზოგადად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის პრობლემა არის. ასევე იყო პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა ფოკუს ჯგუფების მიმდინარეობის დროს, შეზღუდული შეძლოს მქონე ქალთა საჭიროებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების არარსებობა, სამედიცინო დაწესებულებების, მათ შორის ექსპერტიზის ბიუროების, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემა, განათლების უფლების რეალიზება, პროფესიული გადამზადება, დასაქმება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის დაბალი დონე და ინფორმაციის ნაკლებობა ზოგადად ამ პირთა უფლებების შესახებ. მე თითოეულ ცალ-ცალკე არ განვიხილავ, იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდ დროს წაიღებს, თუმცა მაინც ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ძალიან სერიოზული პრობლემა არის ექსპერტიზის განხორციელებელი სუბიექტების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა, არა მარტო აღნიშნულ რეგიონებში, ზოგადად საქართველოს მასშტაბით რეგიონებში ჩვენ ასევე გვქონდა ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში გათვლითი შეხვედრები, იქაც ეს პრობლემა დგას, იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უჭირთ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან გადაადგილება და იმ სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვა, რომლებიც არიან სამედიცინო ექსპერტიზის განხორციელებელი, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის განხორციელებლები და მოგეხსენებათ ამ მიმართვის გარეშე მათ ვერ ექნებათ შეზღუდული შეძლოს მქონე სტატუსი, ვერ ისარგებლებენ სოციალური პაკეტით და იმ შემავათებით, რომელიც გარკვეულწილად არსებობს სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ ეს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ამ პირთა ჯანმრთელობისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის პრობლემა, რადგან მართალია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ეს ადამიანები იღებენ შესაბამის მომსახურებას და სამედიცინო სერვისებს, თუმცა თუ შემდგომში მათ მკურნალობის გაგრძელების საშუალება არ მიეცათ, სამწუხაროდ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირ შემთხვევაში შეიძლება გაუარესდეს კიდეც. განათლების უფლებების რეალიზებასთან დაკავშირებით ყველამ ვიცით, რომ განათლების სამინისტროს აქვს ინკლუზიური განათლების პროგრამა, თუმცა რეგიონებში ეს პრობლემა არსებობს და აქ მხოლოდ ვერ ვიტყვით სახელმწიფო უწყებების ბრალეულობას ჭალებში, რა თქმა უნდა, ვიხმარ ამ სიტყვას, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ოჯახები არ არიჩენენ ინიციატივას, რომ შეზღუდული შეძლოს მქონე თავიანთი შვილები, თავიანთი ოჯახის წევრები ჩართონ ინკლუზიური განათლების პროცესში და ეს ძალიან სერიოზული და მწვავე პრობლემაა. და როგორ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ალბათ არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შემთხვევა, განსაკუთრებით ეს ეხებათ შეზღუდული შეძლოს მქონე გოგონებს, რომელთა შემთხვევაშიც, რომელთა მშობლები და მათი კანონიერი წარმომადგენლები ხშირად არ თვლიან საჭიროდ, რომ მათ მიიღონ
და ამას ესე ვთქვათ ასაბუთებენ, რა თქმა უნდა, ჭალებში იმით, რომ ეს მას მაინც არაფერში დაჭირდება. სამწუხაროდ რეგიონებში ძალიან სერიოზული საქმიანობა ალბათ განსახორციელებელი ყველა სტრუქტურის, ყველა უწყების, მათ შორის ჩვენი მხრიდან, რომ ვიმუშაოთ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე და თითოეულმა მოქალაქემ, თითოეულმა ოჯახმა გააცნობიეროს, გაითავისოს ის, რომ ყველა ადამიანს მიუხედავად მისი სქესისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ასე შემდეგ აქვს ადამიანის ყველა უფლების სარგებლობის უფლება. პროფესიული გადამზადება და დასაქმება ასევე მნიშვნელოვანია და ძალიან მინდა ასევე აღნიშნო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩართულობის დაბალი დონე. სამწუხაროდ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ძალიან ნაკლები ინფორმაცია აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, მათი მხრიდან შესაძლო ღონისძიებების გატარებაზე და ზოგჯერ ძალიან ელემენტარულ შეკითხვებსაც კი სვამენ ამ მიმართულებით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხრივაც საქმიანობის განხორციელება. რაც შეეხება ჩვენს მეორე ნაწილს, ასე ვთქვათ, გაროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს იყო კამპანია ცნობიერების ამაღლებისა ეროვნული და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რომლის დაფარვის არეალიც იყო კახეთი, იორმუყალო, კაბალი, პანკისი, სამცხე-ჯავახეთი, ახალქალაქი და ქვემო ქართლი, ბოლნისი და მარნეული. როგორც უკვე აღნიშნე, აქაც ანალოგიური პრობლემები იყო, თუმცა დამატებით პრობლემებს ემატება ენობრივი ბარიერი, რაც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს აღნიშნული რეგიონებისთვის. ამ ადამიანებს სამწუხაროდ არ აქვთ ინფორმაცია იმ პროგრამების, იმ სახელმწიფოს მიერ გატარებული სხვადასხვა ღონისძიების თაობაზე, რომელიც არსებობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. არ მიუწვდებათ ხელი შესაბამისად ამ სერვისებზე და ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კომუნიკაციისთვის, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებთან, ასევე ადგილობრივი სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან და ასე შემდეგ. სამწუხაროდ ფოკუს ჯგუფის მიმდინარეობის დროს ისეთი შემთხვევებიც კი დაფიქსირდა, რომ თვითმმართველობის მოხელებმაც კი არ იციან სახელმწიფო ენა და მათთან კომუნიკაცია ჩვენ გვიწევდა რუსულ ენაზე და ჩვენი წარმომადგენლის დახმარებით შემდეგ ხდებოდა, ასე ვთქვათ, თარგმანი მათ მშობლიურ ენაზე. ამიტომ ამ მიმართულებითაც ძალიან სერიოზული ხარვეზები გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ხარვეზების გამოსწორებაზე ზრუნვა. ასევე ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა რეგიონებში, ეს არის ქალთა ნაკლები ჩართულობა, როცა ფოკუს ჯგუფების მონაწილეები მოდიოდნენ, მათ ვეკითხებოდით, სად არიან თქვენი ქალები? რა თქმა უნდა, ღიმილით, მაგრამ პასუხობდნენ, რომ მათი ქალები საოჯახო საქმეებით იყვნენ დაკავებულები. ანუ ერთ-ერთი პრობლემად, ასე ვთქვათ, გამოიკვეთა ასევე. სამწუხაროდ ამავე რეგიონებში გამოიკვეთა ძალიან სამწუხარო ტენდენცია ოჯახის ექიმების მხრიდან. ანუ მათი მხრიდან ეს არის პირველად, ასე ვთქვათ, ჯანდაცვის მომსახურების, ოჯახის ექიმების, იგივე სოფლის ექიმების კომუნიკაცია ადგილობრივ თემთან, რომლებიც სამწუხაროდ არ აწვდიდნენ შესაბამის ინფორმაციას და ვნახეთ ადამიანები 22-23 წლის ასაკისა და უფრო მეტის, რომლებსაც თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სავარაუდოდ უნდა ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, მაგრამ შესაბამისი გამოკვლევები არ აქვს ჩატარებული, შესაბამისი მიმართვების არ მოხდა მათთვის, ასე ვთქვათ, ორიენტირება როგორ უნდა მოიქცნენ და რა გააკეთონ ამ შემთხვევაში და ეს ადამიანებიც, ასე ვთქვათ, სტატუსის გარეშე იყვნენ. გარემოს ხელმისაწვდომობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი რეგიონის მასშტაბით და მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს რეგიონებიც არ წარმოადგენს სამწუხაროდ ვიტყოდი გამონაკლის. ასევე პრობლემა გახლავთ ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდება. მოგეხსენებათ, ეს არის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ არა ყველა აფთიაქში ბუნებრივია და ვერ ხდება და ეს გასაგებიცაა, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს აფთიაქები არ არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი სხვადასხვა იგივე თქვათ სოფლებში მცხოვრები პირებისთვის, რომლებიც ამბობენ, რომ მე რუსთავში აფთიაქში წასვლას მირჩევნია, ბოლნისში ვიყიდო ის მედიკამენტი, თუ რა თქმა უნდა იქნება შესაძლებელი, ან უფრო მსუბუქი მედიკამენტი, რომელიც ბუნებრივია ასეთი მიდგომის შემდეგ ამ ადამიანს იმის გამო, რომ მას ჭირდება სხვა მედიკამენტი, მაგრამ შედარებით იაფს ან სხვა მედიკამენტს შეიძენს იმის გამო, რომ არ შეუძლია თქვათ გადაადგილდეს ტრანსპორტირება მოახდინოს, ანუ ამის ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, როგორც ისინი აღნიშნავენ, შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდეს კიდევაც ეს ადამიანებს. ასევე იყო, როგორც უკვე აღნიშნე, ექსპერტიზის ბიუროების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა, ინკლუზიური განათლების უფლების სრულფასოვნად რეალიზება ვერ ხდება და აქაც ძალიან სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადების საჭიროება, რომელიც ცალსახად იკვეთება ჩვენს მიერ, ასე ვთქვათ, მონიტორინგისა და ვიზიტების განხორციელების დროს არსებულ თვითმმართველობების ორგანოებში. სამწუხაროდ ეს პრობლემები არის. რაც შეეხება ჩვენი ანგარიშის შემდეგ თავს, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებები. აქაც ჩვენ ვსაუბრობთ დეინსტიტუციონალიზაციის პროცესზე, ისევ იმ პირების უფლებებზე, რომლებიც სრულწლოვანების მიღწევის გამო ამოირიცხნენ ამ დაწესებულებებიდან.
პრობლემებზე რეგიონებში, მათ შორის ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გარემოს ხელმისაწვდომის მიმართულებით, ჯანდაცვის პროგრამებით და სხვადასხვა სერვისების მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა და რა თქმა უნდა მივესალმებით, მაგრამ სამწუხაროდ არის რეგიონები, სადაც არც შესაბამისი სერვისის მიმწოდებლები ფუნქციონირებენ და არ არიან და არც ეს სერვისი არ არსებობს. ამ შემთხვევაში შეიძლება დავიწყოთ მსჯავრობა იმაზე, რომელი უნდა არსებობდეს, ჯერ სერვისი უნდა არსებობდეს, შემდეგ მიმწოდებელი თუ მიმწოდებელი და შემდეგ სერვისი. ალბათ ერთდროულად უნდა იყოს ორივე და საჭიროა ორივეზე ზრუნვა, ადამიანების სწავლება მათ შორის თუ არ ვიცით, იმიტომ რომ რეგიონებში და ალბათ არც დედაქალაქში თავიდან ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არავის არ აქვს, თუ შესაბამისი პრაქტიკა არ ექნა, შესაბამისი გამოცდილება არ გაიზიარა და ამიტომ მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით ორივე მიმართულებით აუცილებლად საჭიროა, რომ გაძლიერებული იყოს და კარგი იყოს ადგილობრივი თემი, რომელიც იქნება იგივე სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერება, ამ პირთა უფლებებზე მომუშავე, რომლებიც იმუშავებენ შემდეგ მოსახლეობის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე, იქნებიან შესაბამისი სერვისის მიმწოდებლები და ასე შემდეგ. ან ამ ადამიანებს მათი საჭიროების მიხედვით თვითონ მიაწვიან არა მხოლოდ ჯანდაცვის და სხვა სერვისებს, არამედ ზოგადად მათ შორის იურიდიულ, საკონსულტაციო და ასე შემდეგ სერვისებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის და განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის. ჩვენ საპარლამენტო ანგარიში საქართველოს სახალხო დამცველისა საუბარი არის სტიგმაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ სავარაუდო ძალადობაზე. ალბათ ყველას გახსოვთ საკმაოდ გახმაურებული ფაქტები გასული წლისა, ეს იყო დიდუბის ერთ-ერთ ბაღში დამონტაჟებული საქანელის ჩამოხსნის ფაქტი. სამწუხაროდ ორჯერ მოხდა ამ საქანელის, ასე ვთქვათ, ისევ მონტაჟი, მაგრამ ისევ დემონტაჟი განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა დეპარტამენტმა უკვე მიმდინარე წელს აპრილის თვეშიც ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია, მიმართეთ დიდუბის გამგეობას და დავინტერესდით რა ხდებოდა დღის მდგომარეობით. სამწუხაროდ მივიღეთ პასუხი, სადაც დიდუბის გამგეობის ხელმძღვანელი პასუხობს, რომ მათი მხრიდან ორჯერ მოხდა მონტაჟი ისევ საქანელისა, თუმცა საზოგადოების მხრიდან სამწუხაროდ ვერ ხდება ამ ადამიანების იდენტიფიცირება, ისევ ასე ვთქვათ განხორციელდა მისი დემონტაჟი და დღეს ეს საქანელა ასე ვთქვათ ძალიან უხეშად რომ ვთქვათ აგდია დევს ამ ბაღში და ასე ვთქვათ მისი სარგებლობის უფლება არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს. სწორედ აი ჩვენი საზოგადოების რაღაც ესეთი მასტიგმატიზირებელი ქმედებაა სწორედ ეს, რომ მოდით ალბათ უმჯობესი იქნებოდა იმ მშობლებს, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მისი დემონტაჟი მოახდინეს, იმ ბავშვებისთვის და იმ დასრულებისთვის, თუ რა ვიცი, ვიღაც ჩამოვარდა ამ საქანელიდან, მათთვის აეხსნათ და განემარტათ, რომ ეს არ იყოს სწორი ქმედება მათი მხრიდან და ეს ბავშვები არ დაეტოვებინათ, ასე ვთქვათ, ამ გასართობების საშუალების გარეშე, მაგრამ სამწუხაროდ პირიქით მოხდა. ასევე გახსოვთ და მოგხსენებათ ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში რკინის კარის შედუღება, სადაც მშობლებს აღარ ჰქონდათ ალტერნატიული შესასვლელი სარგებლობის საშუალება. ასევე ძალიან რეზონანსული საკითხი იყო. რაც შეეხება შეზღუდული სერვისის მქონე ბავშვთა მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტს, ძალიან გახმაურებული ფაქტი ჰქონდა ასევე ერთ-ერთ სამართლო დაწესებულებაში არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობა. მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ ფაქტებს შეისწავლის და აგრძელებს მათზე მონიტორინგს, მაგრამ ამ შემთხვევებში სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ არის ასე ვთქვათ იდენტიფიცირებული ის პირები, რომლებსაც შესაძლო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ ამ შემთხვევებზე. ამდენად აი ამ ფაქტების გათვალისწინებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე ვიზრუნოთ და ვიმუშაოთ და ასე ვთქვათ ამ პირთა მიმართ არ არსებობდეს ესეთი ძალადობის ფაქტები, დისკრიმინაციის ფაქტები. აქვე არ მინდა გავამჩეს ის ფაქტი, რომელსაც ადგილი ჰქონდა სპორტის სასახლეში, ამ საკითხსაც საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის, ოღონდ სხვა მიმართულება, კონკრეტულად თანასწორობის დეპარტამენტი და სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტი არის საუბარი, თუმცა როცა დასრულდება ასე ვთქვათ შესწავლა დეპარტამენტის მიერ, შესაბამისი რეაგირება საზოგადოებისთვის რა თქმა უნდა ცნობილი გახდება. და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ასე ვთქვათ რეკომენდაციების ნაწილზე, აქ რა თქმა უნდა ყველა რეკომენდაცია არ არის ჩვენ პრეზენტაციაში, თქვენ ის რეკომენდაციები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ანგარიშებში, მაგრამ მე მთავარ რეკომენდაციებზე ძალიან მოკლედ გავამახვილებ ყურადღებას. ეს არის პირველი და ერთ-ერთი მთავარი ჩვენი რეკომენდაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს შეზღუდული ისრაელის მქონე პირთა გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება და ამისთვის შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ საჭირო საქმიანობის განხორციელება. ასევე საქართველოს მთავრობას მიმართათ რეკომენდაციით, რომ უზრუნველყოს შეზღუდული ისრაელის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრება და შესაბამისი ზომები, ასევე დასაქმების
ხელშემწყობი ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია, ასევე ქალთა, გოგონათა ძალადობისაგან განსაკუთრებული დაცვა. ეს ცნობილი და აღიარებული ფაქტია, რომ შეზღუდული ქალები ზოგადად მოწყვლადი ჯგუფია, მაგრამ შეზღუდული შრომის მქონე პირები კიდევ უფრო მეტად მოწყვლადია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ამ ადამიანების ნათქვამი სიტყვაც კი არ ჯერათ, როცა ისინი სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე საუბრობენ. სამწუხაროდ ამ მხრივ არ ჩვენი ქვეყანა არის გამონაკლისი და ამდენად ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ამ პირთა ძალადობისაგან განსაკუთრებული დაცვის მექანიზმების შემუშავება გახლავთ, რომელსაც საქართველოს მთავრობის მიმართ შევიმუშავებთ. ასევე გვინდა საქართველოს მთავრობას მივმართეთ და მივმართავთ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების აღსაზრდელების მიმართ, რომლებიც სრულწლოვანების ასაკის გამო უკვე აღარ არიან დაწესებულებებში, უზრუნველყოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდაჭერა და საზოგადოებაში ღირსეული ინტეგრაცია და ღირსეული ინკლუზია და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. რეკომენდაციები გვაქვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ბუნებრივი ამ სამინისტროს აღნიშნულ უწყებას გვერდს ვერ აუვლიდით ამ შემთხვევაში. ეს გახლავთ სოციალური პაკეტის გაუმჯობესება ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით, ისევე როგორც ეს ძალიან ბევრ ქვეყანაში არის, ასევე შეზღუდული შრომის მქონე პირთა ჯანდაცვის დაზღვევის სისტემის გაუმჯობესება, რაც ითვალისწინებს ამ პირთა განსაკუთრებული საჭიროებების გათვალისწინებას. ასე გვაქვს რეკომენდაციები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იქნას ინკლუზიური განათლების უწყვეტობის ხელშეწყობა, რაც თავის თავში მოიაზრებს როგორც სკოლამდელი, ასევე სასკოლო, სკოლის შემდგომი, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების, ასე ვთქვათ, ინკლუზიური განათლების მაღალი ხარისხით მიწოდებას შესაბამისი პირებისათვის და ასევე ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის პროცესი ვიცით რომ დაწყებულია, მაგრამ უფრო აქტიურად და ყველა სკოლა რათა იქნეს და ყველა სასწავლო დაწესებულება შესაბამისად ადაპტირებული და უზრუნველყოფილი ფიზიკური გარემო. ასევე გვაქვს რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების მიმართ, რაც ამან თავიანთ ბიუჯეტებში გაითვალისწინონ შეზღუდული შრომის მქონე პირთა საჭიროებები და მათი მხარდაჭერი პროგრამები და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვფიქრობთ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რეგიონულ მედია საშუალებებს ეხება, რადგან მოგეხსენებათ, მედიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხში და ამდენად ჩვენ გვაქვს ესეთი რეკომენდაცია, რომ უზრუნველყოფილი იქნას ამ პირთა საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი საშუალებებით, მათ შორის აქტიურად იქნას გამოყენებული ჟესტების ენა. მართალია არის საინფორმაციო გადაცემები, თუმცა ეს არ არის ის რაოდენობა და ის საჭიროება, რომელიც არსებობს და სასურველია, რა თქმა უნდა, და საჭირო და აუცილებელიც არის შეიძლება ითქვას, რომ ყველა გადაცემა თუ არა, რაღაც გადაცემებისა და გარკვეული საეთერო ბადე ეთმობოდეს იმ გადაცემებს, სადაც რომელთა ტრანსლირება უზრუნველყოფილი იქნება ჟესტური ენის გამოყენებით. სულ ეს იყო ძალიან მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიშვილთი თუ გამიგრძელდა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, მზადა ვარ უპასუხოთ თქვენს. მადლობა. დიდი მადლობა. ჩავეტიეთ რა თქმა უნდა დროში. ახლა გვაქვს დრო კითხვებისთვის, ასევე კომენტარებისთვის და დაახლოებით საათია ხო დრო? დაახლოებით 1 საათი გვაქვს, თუ კი ამის საჭიროება იყო. მოდერაციას სახელმწიფოს პირველი მოადგილე პაატა აბერტაძე გაუწევს. თქოთ მაშინ დავიწყოთ. ხო დავიწყოთ პირდაპირ კითხვებით, რამდენიმე კითხვა დავაგროვოთ, ვფიქრობ 4-5 კითხვა და ამის შემდგომ კითხვის დასმის დროს ასევე საშუალებია მოახდინოთ საკუთარი თავის იდენტიფიცირება და თხოვნა არის რომ რაც შეიძლება მოკლედ იყოს ჩამოყალიბებული, რომ შემდგომ პასუხებისთვის იყოს მეტი. დავიწყოთ. თემურის სახოკი, ორგანიზაცია გუშაგი და პრემიერ-მინისტრთან აცებული კომისიის წევრი ვარ შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა. მოვისმინე ბავშვებზე, ქალებზე, მაგრამ მეომრებზე რა უნდა ვთქვათ? ადრე იყო ისეთი გია ყარყარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის პირების უფლებადამცველი სამხედრო მხრივ, სადაც ჩვენ მივდიოდით მეომრები და ჩვენ სულ სხვა კატეგორია ვართ და ბოდიშით, მაგრამ სანამ ვიღაცა თქვა მშობიარობდა ან რაღაცას აკეთებდა, ჩვენ ვიჯექით აკოპებში და ვაკეთებდით ჩვენ საქმეს. სახელმწიფო ვალდებულია ჩვენ წინაშე უფრო მეტი, ვიდრე ჩვენ ეხლა მათხოვრობთ სახელმწიფოსთან. აი გუშინ წინ მაგალითად დაურეკე სერგიენკოს ცხელ ხაზზე
მე-19 პოლიკლინიკაში არ არსებობს პანტუსი საერთოდ. პოლიკლინიკაში მე არ ვამბობ სადმე სხვაგან. და დღემდე არ არის არანაირი რეაგირება. ეს ერთი. და მეორე კითხვა ისეთი, როდის მე აპირებს სახალხო დამცველის აპარატი ისევ დაუშვას ცალკეული შეზღუდულ შესაძლებლობის პირების სამხედრო მხრივ ვინც არიან, რომ დასვას კონსულტანტი, რომ ვისთანაც ჩვენ შეგვიძლია მისვლა და იმიტომ რომ სამხედრო ინვალიდს სამხედრო გაიგებს უпрост სწორად. ბოდიში მადლობთ. Sasha Gorman, UNICEF. UNICEF very much welcomes the report of the Public Defender's Office. I would just like to point out 3 issues that are important to us. Firstly, as you rightly mentioned, the question of lack to inclusive education, which is a particular concern. And I think it's good that that's being recommended to the government to take that properly into account. Secondly, with regard to family support and alternative care services, you rightly point out the need for the children that have been discharged from the state institutions. I think equally it's important that children who are right now in state institutions and orphanages, in these 2 remaining, the Tbilisi Infant Home and the Kojuri institution, that these children equally have a right to live in a family environment, and these institutions need to be closed, and alternative care services need to be available, and I think it's important to remind the government to take action on that matter. And thirdly, the question of stigma against children with disabilities. We know that only 1% of the children with disabilities are currently registered. According to WHO, there are approximately 2.5% of children with disabilities in any child population. So there are 15,000 children in Georgia which are currently not registered, and that is partly due to the non-availability of services, but also the stigma. And it's important that the government takes action so that these children are being registered and these services are being made available to them. And lastly, I think you also, it's important to point to the need for actually preventing preventable causes of disability. We know that lots of children and mothers in Georgia suffer from malnutrition, which significantly impacts and leads to disability. There are 500,000 children and women suffer from that, leads to birth defects, and that increases disability in the country. And there are easy solutions that the government could take, like the fortification of flour, like the promotion of breastfeeding, or the provision of micronutrient supplementation for children that would prevent lots of the cases of children with disabilities. Thank you. მოგესალმებით, ირინა ინასარიძე, ასოციაცია ანიკა. მე ესეთი კითხვა მაქვს, გაბატონი ირინა არის ამ საქმის კურსში, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლში ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ჰყავდათ შვილები და იმის გამო, რომ ქმედუნაროდ იყვნენ აღიარებული მშობლები, შვილები იყვნენ შვილობილობაში გაშვებულები. ხომ არ არსებობს ამ მიმართულებით, ანუ შვილების დაბრუნების თვალსაზრისით რამე უკვე ახალი ინფორმაცია თუ არა და რას გეკმავს ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისი? მადლობთ. მოგესალმებით ყველას, ხვიჩა გუნია, აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუთა კავშირი ჰერა. მე ერთი შეკითხვა მაქვს. არის თუ არა დასაქმებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი? მადლობთ. მოგესალმებით, ვარ მშობელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის და ასევე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციას პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის. თქვენ აქ აღნიშნეთ პრობლემები ინკლუზიური განათლებასთან დაკავშირებით. მე პირადად ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა ამჟამად ჩემი შვილის ჩარიცხვასთან დაკავშირებით სკოლაში. ნუ რეგიონებში ხო არის საშინელი ვითარება, ძალიან ბევრი მშობელი მიკავშირდება პირადად. მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან აქვს ძალიან დიდი წინააღმდეგობა. როდესაც იგებენ, რომ ბავშვს აქვს შეზღუდული შესაძლებლობა, უარს ამბობენ ბავშვის სკოლაში მიღებაზე.
იმის გამო რომ დედას არ აქვს შესაბამისი განათლება და არ იცის კანონები თუ როგორ დაიცვას თავის შვილის უფლებები, ბავშვები აჯენენ სახლში, არ მიყავთ სკოლებში და ბაღებში. ან როდესაც ჩვენ საუბრობთ ცნობიერების ამაღლების დონეზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა სახელმწიფოს ჩართულობა და ვინ მიაწოდებს მათ ამ ინფორმაციას, ანუ ვინ ამაღლებს ამათი ცნობიერების დონეს. მე ვფიქრობ, რომ თვითონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უნდა იყვნენ ამაში ჩართულები, მშობლები და ოჯახის წევრები. უფრო სანდოთ მიაჩნიათ ამ მშობლებს ეს ადამიანები, ვიდრე სახელმწიფო მოხელეები. მერწმუნეთ ეს ესეა. ასევე რაც შეეხება სერვისების ძალიან წირი სერვისებია პროგრამების მხრივ. არის ერთი ადრეული განათლების პროგრამა და იქაც ძალიან დიდი პრობლემებია. ჩვენ ახლაც ვმუშაობთ, ჩვენი ორგანიზაცია ძალიან ბევრ ბავშვს შეუწყვიტეს ადრეული განათლების პროგრამის დაფინანსება და არ ვიცი, ეს ბავშვები, ანუ ფაქტიურად ის ფული რაც იყო ჩადებული ამ ბავშვებს და ხდება წყვეტა, გამოდის რომ არის წყალში გადაყრილი თანხები. არ შეიძლება პროგრამა შეუწყვიტოთ ბავშვს, მით უმეტეს, როდესაც 8 საათზეა საუბარი თვეში. მადლობთ. მადლობა, მე ვფიქრობ, ირინე უკვე უმჯობესია რომ უპასუხოთ რამდენიმე კითხვას და შემდეგ დამატებით მეორე რაუნდი გვექნება კითხვების და ბატონ თემურის შეკითხვით მინდა დავიწყო, რომელიც შეეხო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ანუ მეომრებს, სამხედრო ვეტერანებს. მინდა მოგახსენოთ, რომ ასევე გაქვთ სავარაუდოდ ინფორმაცია, თორე და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს საყოველთაობის აპარატში შეიქმნა თავდაცვის ეს თქვა დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს ამ მიმართულებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დეპარტამენტის რომელიც ჯარისკაცთა უფლებების უკაცრავ არასწორად დეპარტამენტის დასახელება, რომელიც ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი დეპარტამენტი იმ პირებს, რომლებიც არიან ვეტერანები, სხვადასხვა საომარი მოქმედებების მონაწილეები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მათი უფლებების მონიტორინგის მიზნით ჩვენ დავიწყეთ შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა და ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით საქმიანობა დაწყებულია. რაც შეეხება დეპარტამენტის, რომელიც ახალ შექმნილი დეპარტამენტია, საქმიანობას ის უფრო ფართო არის და რა თქმა უნდა, მათ შორის აღნიშნული პირების უფლებებზეც იმუშავებს, ასევე შესაძლოა სავარაუდო დისკრიმინაციის ფარგლებში რაღაც ფაქტებთან დაკავშირებით ასე იმუშაოს თანასწორობის დეპარტამენტმა, რომელიც ასევე არსებობს ეგრეთ წოდებული ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში. რაც შეეხება პოლიკლინიკაში და მის პანდუს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ როგორც უკვე მოგახსენეთ პრეზენტაციის დროს, რა თქმა უნდა, უფრო საუბრობთ ამ თემაზე და ეს ჩვენს ყოველწლიურ ანგარიშებში არის ამასთან დაკავშირებით საუბარი, რომ მისაწვდომობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ვახორციელებთ ამის მონიტორინგს ყოველწლიურად ხდება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ თანთანობით მოწესრიგდება ეს საკითხი, იმიტომ რომ როგორც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები პასუხობენ ერთდროულად და ერთბაშად ჩვენც ვიცით, რომ ვერ მოხდება, მაგრამ ისეთი დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებისთვის უფრო ხშირადაა და საზოგადოებრივი დანიშნულებით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაღაც უნდა იყოს გეთანხმებით, რა თქმა უნდა, რომ არ უნდა ველოდოთ, როდესაც დადგება 2018 წელი, როცა გვექნება ყველაფერი ადაპტირებული. ანუ ნელ-ნელა უნდა იწყებოდეს, ასე ვთქვათ, ამ ყველაფრის. რა თქმა უნდა, გასაგებია და ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობთ. რაც შეეხება ბავშვების ინსტიტუციებს და დახურულ დაწესებულებებს, საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს თავის საპარლამენტო ანგარიში, რომ სახელმწიფოსთვის მხრიდან ის რომ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლი არსებობს ამ ეტაპზე, ეს უნდა წარმოადგენდეს დროებით ღონისძიებას და შემდგომ ეტაპზე უნდა მოხდეს ამ ადამიანებისთვის შესაბამისი სერვისების, მათ შორის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლი და ასე შემდეგ ისეთი სერვისების მიწოდება, რაც უზრუნველყოფს ამ ბავშვების ოჯახის გარემოს და ოჯახურ პირობებთან ცხოვრებას, შესაბამისად მათი უფლებების, ჯანდაცვის, განათლების და ასე შემდეგ ყველა უფლების რეალიზებას და ჩვენ ასე ვთქვათ ერთ-ერთი რეკომენდაცია ჩვენს ანგარიში არის საუბარი ამასთან დაკავშირებით, რომ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, რადგან დეინსტიტუციალიზაციის პროცესი დასრულდეს ისე, რომ ამ ბავშვების უფლებები იყოს განსაკუთრებულად დაცული და სხვა ბავშვების თანაბრად ჰქონდეთ მათ ოჯახურ გარემოსთან და მიახლოებულ პირობებში ცხოვრების საშუალება და შესაძლებლობა. რაც შეეხება ქალბატონი ირინეს შეკითხვას მარტყოფის ქმედუნარო პირებთან დაკავშირებით, აქაც მინდა გითხრათ, რომ ჩვენ როგორც აღნიშნეთ, ქმედუნარობის სამართლებრივ რეფორმას მივესალმებით და უკვე დაწყებული გვაქვს ამ რეფორმის მონიტორინგი, შესაბამისი ინფორმაციები გამოთხოვილი გვაქვს უკვე ჯანდაცვის სამინისტროდან და თვალყურს ვადევნებთ იმ პროცესებს, რომელიც დაკავშირებულია
ქმედუნარობის სამართლებრივი რეფორმასთან დაკავშირებულ შემდგომ ნაბიჯებთან. მათ შორის იმ დაწესებულებების ოჯახის წევრების მხრიდან უკვე სასამართლოსთვის მიმართვასთან, რადგან ეს პირები იყვნენ, ასე ვთქვათ, სასამართლოს მიერ უკვე ახალი რეგულაციების შესაბამისად აღიარებული როგორც მხარდაჭერის მიმღები და არა როგორც ქმედუნარო პირები. თუმცა აქვე მინდა გითხრათ, რომ კანონმდებლობაში გარდამავალი პერიოდი არსებობს, რომელიც მოიცავს 5 წლიან პერიოდს, აქედან 2 წელი იმ პირებისთვის, რომლებიც ინსტიტუტებში იმყოფებიან. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც გითხარით, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ მიმართულებით მუშაობა და შესაბამისი ინფორმაციების გამოთხოვა უკვე მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროდან, სოციალური მომსახურების სააგენტოდან, რომელიც ესე ვთქვათ ზედამხედველობას უწევს და კავშირშია ამ რეფორმასთან, მათ შორის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციის განმახორციელებელთან და ასე შემდეგ. სკოლაში ჩარიცხვის პრობლემასთან დაკავშირებით ძალიან სამწუხარო პრეცედენტია და ალბათ სასურველია თქვენი ორგანიზაცია ვიცი რომ მუშაობს ამ მიმართულებით, მაგრამ თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით, ანის მშობელი ჩათვლის საჭიროდ, მას შეუძლია ასევე მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს და ჩვენი მხრიდანაც იქნება შესაბამისი რეაგირება. აქ არიან ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, იგივე ჯანდაცვის და სახელმწიფო პროგრამების მისაწვდომებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და ფინანსური უზრუნველყოფა უფრო მეტი უნდა იყოს, თუმცა თუ მათაც ექნებათ სურვილი ამასთან დაკავშირებით, შეიძლება მათი მხრიდანაც რაიმე კომენტარი გაკეთდეს. მაგრამ მე როგორც სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი გთავაზობ, თქვენი თანხმობის შემთხვევაში შეუძლია მოქალაქემ როგორც სურვილი ექნება მიმართოს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე სახალხო დამცველის აპარატს, რათა დავიწყოთ საქმის დეტალურად შესწავლა და გქონდეს შესაბამისი რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით. პროგრამების დაფინანსებაზეც იგივე შეგვიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ჩვენ ვსაუბრობთ საპარლამენტო ანგარიში და ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ეს გახლავთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართ, რომ უნდა გაიზარდოს ამ პროგრამების დაფინანსება, რადგან საჭიროება მეტია და ეს დაფინანსება აუცილებლად უნდა ხდებოდეს წინასწარი, ასე ვთქვათ, კვლევებისა და შესაბამისი საჭიროებების გათვალისწინებით და არა ვთქვათ იმ დოზით, რაც დღეს გვაქვს, რომელიც ვერ ფერავს ქვეყანაში არსებულ საჭიროებებს. დიდი მადლობა. რამდენიმე კითხვა იყო დასმული, მათ შორის სახალხო დამცველის აპარატში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მუშაობის თაობაზე. უშუალოდ საშტატო ნუსხით განსაზღვრული პირებს შორის ამ ეტაპზე და დღეისთვის მკვეთრად გამკვეთლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ მუშაობს, თუმცა სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, ისინი სრულფასოვნად არიან ჩართულნი ჩვენ მიერ წარმოებულ ყველა მონიტორინგში, იღებენ მონაწილეობას მათ შორის კვლევებში და ეს ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა არა მუდმივ საწყისებზე, რა თქმა უნდა, არსებობს ჩვენს აპარატთან. ამავდროულად, როგორც ირინამ ახსენდა, უკვე იგეგმება მონიტორინგის მექანიზმის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს საკონსულტაციო საბჭოს არსებობას სახალხო დამცველის აპარატის ქვეშ და ამავდროულად დამოუკიდებელი მონიტორების შერჩევას, რომლებიც კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის განახორციელებენ და რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა იქნება ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან ამ ოფლებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მათ ჩართულობასა და მონაწილეობას ამ პროცესებში. რაც შეეხება პოლიკლინიკას, რომელიც დაკავშირებული არის, რომელიც უნდა ემსახურებოდეს და უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტები, უკავშირდება სწორედ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც საომარი მოქმედებების დროს მიიღეს გარკვეული დაზიანებები. ჩვენ განახორციელებთ უკვე იმ დეპარტამენტის, რომელიც არის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტი, მონიტორინგი და გარკვეულ ასე რომ ვთქვათ, დამუშავებას გადის იქ აღმოჩენილი სხვადასხვა ვითარება, პირობები და ამ კუთხით ჩვენ ვაპირებთ შესაბამის დაწესებულებებს მიმართოთ რეკომენდაციებით. იგივე ახლად შექმნილი დეპარტამენტის ერთ-ერთი მიმართულება იქნება სწორედ შეიარაღებულ კონფლიქტის ან შეიარაღებულ ძალების მონაწილეობის შედეგად მიღებული სხვადასხვა დაზიანებების გამო და ჩვენ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ, რა თქმა უნდა, თქვენთან და თქვენი ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა იქნება მნიშვნელოვანი, რათა მოხდეს უფრო გეგმაზრდომიერად და უფრო შიგნიდან და ახლოდან დაგეგმვა იმ პოლიტიკის, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით დავიწყებთ და გვექნება ურთიერთობები. მოგესალმებით, კითხვა არ მაქვს, მაქვს კომენტარი და პოზიცია მინდა დავასახელო, წარმოგიდგენთ, მე ვარ ამირა დათიშიძე, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი.
პირველ რიგში მადლობა ამ პრეზენტაციისათვის და ამ რეკომენდაციებისათვის. თქვენ იცით, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის ყურადღებით ეკიდება თქვენს რეკომენდაციებს და ცდილობს, რომ მაქსიმალურად მისი შესრულება უზრუნველყოფს. რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურადაც გავეცნობით ამ ანგარიშს, წარმოდგენილი რაც იყო პრინციპში მოიცავს ყველა იმ პრობლემურ თემას, რომელიც არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა, ვეთანხმებით, შეიძლება ზოგიერთ რაღაცასთან დაკავშირებით გქონდეს ესეთი პოზიცია, რომ უცებ ყველაფრის გაკეთება ვერ მოხდება, რადგან საკმაოდ კომპლექსური და პრობლემური საკითხებია და მარტო ერთი უწყების თემა არ არის და მთლიანად მთავრობის ხშირ შემთხვევაში და საზოგადოების პრობლემაც შეიძლება იყოს. თუმცა რამდენიმე თემასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს, მაგალითად სერვისების განვითარებას რაც შეეხება და ადეკვატურად მათი დაფინანსებას და მასშტაბების ზრდას. და ვფიქრობთ, რომ შემდეგ წლებში ის პროგრესი, რომელიც აქამდე იყო, გაგრძელდება ამასთან დაკავშირებით და მოკლედ ვაცხადებ მზადყოფნას, რომ იმ რეჟიმში, რომელიც გვაქვს ჩვენ საქართველოს პარლამენტის ჩართულობით ასევე გავაგრძელებთ იმ საკითხებზე მუშაობას და ვფიქრობ, რომ მისასალმებელია ესეთი თანამშრომლობა, რომ ჩვენ გავაგრძელებთ. მოგესალმებით. წარმოადგენთ ჩემ თავს საქართველოს ცივიკური ჯანმრთელობის კოალიცია მანანა შარაშიძე. აი აქ ანგარიში მოვკარით თვალე 2014 წელს დამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების თაობაზე. მინდა ჩავაყენოთ საქმის ყურში, ეს არის ძველი სტანდარტების გადაწერა, ახლიდან არაფერი არ დამტკიცებულა და ეს სტანდარტი დამტკიცა 2008 წელს და არ შესრულებულა არასოდეს. თქვენ აღნიშნეთ, რომ არ არის შეზღუდული შესრულების სტატუსის ექსპერტული კომისიაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა. ნამდვილად ასეა. მეორე ფსიქოტროპული წამლებით მოცვა არის ძალიან ცუდი. უნდა გითხრათ, რომ მაინტერესებს ამ მიმართულებით მე ვიცი, რომ ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის დეპარტამენტი საერთოდ ამ შეხვედრებზე არ მოდის ხოლმე თქვენ შეხვედრებზე. იმიტომ თქვენი რეკომენდაციები არ ეხება მარტო სოციალურ სააგენტოს, ეხება ჯანდაცვის დეპარტამენტსაც, მარინა დარახველიძეა ხელმძღვანელი. აი რა აქ დაგეგმილი მათ რომ გააკეთონ, იმიტომ რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაში აი საერთოდ ფოთოლი არ იწვის, უნდა გითხრათ. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. არაფერი არ შეცვლილა გეგმები. არასამთავრობო ორგანიზაციების შემუშავებული გეგმები დაამტკიცა მთავრობა. მაგრამ ნაბიჯი არ გადადგმულა. მაგალითად, ფსიქონევროლოგიური დისპანსერი არის ისეთივე მძიმე მდგომარეობაში და უარესში, იმიტომ რომ შენობების გაყიდვის გამო შევიწროვდა. და რას გეგმავ ჯანდაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამა გააუმჯობესოს. იცით რა, ეს არა მარტო თვითონ ადამიანებს ეხება, ვინც ფსიქიკურად ალბათ არის. ეს საზოგადოების სოციალური საშიშროებასაც ეხება. მაგალითად, აი ეს ქალებზე ძალადობა რაც განხორციელდა, ეხლა 2 დღის წინ განხორციელდა ძალადობა შვილის მიერ დედაზე. აქ ფსიქიკური პრობლემებია და იმიტომ რომ არ არსებობს გარემო, სადაც მათ მოევლებათ, მე არ ვამბობ, რომ ყველა შემთხვევაში მოძალადეს ფსიქიკური პრობლემები ქონდა, მაგრამ ძალიან დიდ პროცენტში ეს იყო მოძალადეს ქონდა ფსიქიკური პრობლემები, ორმაგი დიაგნოზი, დამატებული ალკოჰოლიზმი, ნარკომანია. ხო, ძალიან ბევრჯერ ტელევიზიაში გამოაცხადეს, რომ ქმარმა, რომელიც იყო მთვრალი ან ნარკოტიკების ქვეშ, ან მომხმარებელი, ამათვის არაფერი არ კეთდება. და ძალიან გთხოვთ, რომ კონკრეტულად მოსთხოვოთ ჯანდაცვის დეპარტამენტს, რას აპირებენ იმისთვის, რომ თქვა ფსიქოტროპული წამლებით დისპანსერის გაუმჯობესება ნიშნავს დეინსტიტუციონალიზაციას. ფსიქიკური ჯანმრთელობის არაფერი არ კეთდება. და ძალიან გთხოვთ. და ძალიან მაინტერესებს კიდე ეს პრემიერთა რო არის ეს რაღაც და საბჭო კი არა. იმპლემენტაციის ორგანო. რამდენი ხანია შეიქმნა და რა აქვს გაკეთებული საერთოდ? აი მაინტერესებს უკაცრავად. ქმედულნარობასთან დაკავშირებით ეს კი გაუქმდა, აი ერთი ხელის მოსმის, მაგრამ ძალიან დიდი სირთულეებია და სირთულეები შეექმნებათ იმ ადამიანებს. მოგესალმებით, ვახუშტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მადლობა საინტერესო ანგარიშისთვის და ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი ნამდვილად ასახული მასში.
მე ერთი კითხვა მაქვს შედარებით მარტივ საკითხს შეეხება ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე. ანგარიშში აი თუ ვთქვი მე-4 გვერდზე ბოლო აბზაცში საუბარი არის იმაზე, რომ 2014 წლის 6 იანვარს დამტკიცა ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთან ხელმისაწვდომობის სტანდარტების შესახებ, არა? და ეს ნამდვილად იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა, რაღაც სტანდარტები ჩვენ იქამდეც ჰქონდა, პრობლემა, რომელიც რჩება მე როგორც ვიცი და თუ რაიმე ხო არ შეიცვალა მიმართულებით ამაზე მინდა კითხვის დასმა, ეს არის აღსრულების მექანიზმი. არ არსებობს ორგანო, ვისაც ეკნებოდა შესაძლებლობა ამ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში უბრალოდ ხო ეს არსებობს თუ არა ორგანო, რომელსაც ეკნებოდა შესაძლებლობა თუ არ არსებობდა. ეკნებოდა შესაძლებლობა ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის შემთხვევაში გამოეყენებინა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხები და თუ არის ამაზე ანგარიში საუბარი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო, როდესაც საუბრობთ კონვენციის იმპლემენტაციაზე, კონვენცია ძალიან რთული დოკუმენტია, ძალიან რთული საკითხების დარეგულირება სიტუაციაა. ეს არის ყველაზე მარტივი საკითხი, რაც კონვენციაში არის განსაზღვრული და პირველ რიგში ყველაზე მარტივად შეუძლია სახელმწიფოს მოგვართ. და ამ მიმართულებით რა ვითარებაა და თქვენ ანგარიში ამაზე რა არის ნათქვამი? ნიკოლოზ თხელიძე, საქართველოს პროფესიული ინკლუზიური განათლების განვითარების ცენტრი. ეხლა კითხვა იყო დასმული. და ძალიან მაინტერესებს მეც რა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით. თქვენ ეხლა არ გაეცით პასუხი და მე მაინტერესებს, აი როგორ აპირებთ ამ ცნობიერების ამაღლებას გარდა მედიის ჩართვისა. და რატომ ვსვამ კითხვას ეხლა? მე ეხლა 20 წელია უკვე ჩემი გომარიდან გამომდინარე, ქუჩაში დავდივარ მარტო და ესეთ დაბალი ცნობიერება მე ვერ შევამჩნიე, მართალი რო გითხრათ. ხოდა შეგიძლიათ რომ გითხრათ, ამიხსნათ უფრო როგორ აპირებთ ამ ცნობიერების ამაღლებას, იმიტომ რომ აქედან იწყება ყველაფერი, ის პრობლემები რაც არის, ხო, ცნობიერებიდან არის ყველაფერი გამომდინარე. მადლობთ. ის დაზუსტება მინდოდა ჩემი კითხვისა სამხედრო შეზღუდულ შესაძლებლობის პირებზე. უდიდესი დისკრიმინაციის ქვეშ ვართ რატომ? აი ეხლა დღეს რო არის ავღანეთში და ერაყში ტრავმა მიღებული ბიჭები, ვაჟკაცები, მაგრამ არც ერთი აფხაზეთში ნაომარი წელიწადნახევარი რომელიც სამშობლო იცავდა, იგივე რუსებისაგან, აფხაზები არ ომობდნენ იქ. იგივე რუსული ჯარი იყო. არც ერთი არ იყო გაგზავნილი იგივე გერმანიაში ან ამერიკაში. ჩვენ რა მეორე ხარისხის ვეტერანები ვართ თუ ისევ ჩარიცხილად დავჭით როგორც მიშას დროს ვიყავით? მოგესალმებით, გია ჯვარშეიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრებო, მადლობა პირველ რიგში საინტერესო ანგარიშისთვის, რა თქმა უნდა. რამდენიმე კითხვა მაქვს და ერთი ძალიან კონკრეტული კითხვა, კონკრეტული პასუხი მინდა აუცილებლად დავიწყებ იგივე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, ასე ვთქვათ, თქვენ აქ გაქვთ მითითებული, რომ მაგალითად საზოგადოებრივმა მოუწყებელმა და სხვა მედია საშუალებებმა უნდა გააკეთონ გარკვეული გადაცემები, რომ ამაღლდეს ცნობიერება და აგრეთვე უნდა უზრუნველყვან სხვადასხვა ჯგუფის მისაწვდომობა და აქ ამ შემთხვევაში ჟესტური ენა გაქვთ მხოლოდ, რა თქმა უნდა. რატო არ კეთდება აი კონკრეტულად მაგალითად უსინათლოთათვისაც ესეთი მესამე ხმის არხი. აი ეს ძალიან კონკრეტული კითხვა მაქვს, ანუ თუ ის არის მითითებული. ზოგადად რეკომენდაციებს რაც შეეხება ჩემი აზრით არ მინდა ის კრიტიკულად მიიღოთ, მაგრამ აკლია კონკრეტიკა, ანუ რიგ საკითხებში, მაგალითად მგზავრთა მოსაცდელობის მოწყობაში, იმიტომ რომ ესეთი თემები რეალურად აქ ყველაფერი გარკვეული არის, უბრალოდ ალბათ კონკრეტულმა ექსპერტმა უნდა შექმნას ქართული მოდელი ამისი ქართულ სინამდვილეზე მორგებული და შემდეგ ის უნდა გაკეთდეს. მადლობა. კიდევ დამატებით დავიდეთ კითხვებისთვის. პირველ რიგში მადლობა თქვენი კომენტარების და შეკითხვებისთვის. ქალბატონი მანეს შეკითხვას, რაც შეეხება ჯანდაცვის დეპარტამენტი და საპირისპიროს, ალბათ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი იქნებოდა დღეს ჩვენთან პრეზენტაციაზე, იმიტომ რომ ჩვენ შესაბამისი უწყებების ყველა წარმომადგენელი გვყავდა მოწვეული
და უფრო რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პასუხს გავცემდნენ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ თემებზე არ მუშაობთ ამ საკითხზე. თითოეული кейსი, რომელიც შემოდის ამ პრობლემებთან დაკავშირებით, ის საქმეები, რომლებსაც ჩვენ ხვდებით რეგიონებში ვიზიტების დროს, რა თქმა უნდა, შემდეგ ხდება ჩვენი შესწავლის საგანი და შესაბამისი რეაგირებას ვითხოვთ სხვადასხვა უწყებებიდან. რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თავისი კომპეტენციის ფარგლებში და უფლებამოსილების ფარგლებში მაქსიმალურად ცდილობს ამ თემების გამცობას და ადამიანებისთვის იმ პრობლემების და იმ საკითხების მოგვარებას, რაც წარმოიჭრება სხვადასხვა პროექტისა თუ სხვადასხვა შეხვედრების დროს. ეს მართლაც სერიოზული პრობლემაა და როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენ გასულ წელსაც ცალკე დაინიშნა ის სპეციალური ანგარიშები გამოიცა უბრალოდ როგორც ეთნიკური უმცირესობების, ასევე ქალთა უფლებების შესახებ, რომლებშიც ცალსახად არის რეკომენდაციები ამ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი აქვს როგორც ექსპერტიზის ბიუროების მისაწვდომობის, ასევე მედიკამენტების მისაწვდომობის თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისმა სამსახურებმა მოგწერეს, რომ სახელმწიფო მუშაობს ამ მიმართულებით და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრობლემა სამედიცინო დაწესებულებებისა უნდა ამოიფროს უახლოეს მომავალში, თუმცა ჩვენ ვაგრძელებთ ამ საკითხების მონიტორინგს და რადგან ეს 2014 წლის ანგარიში ავსახეთ, არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამით მასზე მუშაობა დავასრულეთ, ბუნებრივია ამ მიმართულებით საქმიანობას ვაგრძელებთ და ვახორციელებთ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ქმედუნარობის სამართლებრივ ინსტიტუტთან დაკავშირებით, ჩვენ ეს ვთქვათ დავინახეთ უკვე საფრთხე, იქედან გამომდინარე, რომ რამოდენიმე ადამიანმა მოგწერა მათი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და უკვე დაწყებულია რამდენიმე საქმის შესწავლა და შესაბამისად, როგორც მოგახსენეთ, ასევე გაგზავნილია ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და დაზუსტების მიზნით შესაბამისი წერილები, რომელზეც პასუხის მიღების შემდეგ მოვახდენთ შესაბამის ანალიზს და შეიძლება ესეც რაღაც მოკლე კვლევის ან პრეზენტაციის სახით ან სპეციალური ანგარიშის სახით შემდეგ გამოიცეს, რადგანაც ვფიქრობთ, რომ რადგან უკვე ასე ვთქვათ ახალი დაწყებულია ფაქტურად 1 ივნისიდან შეიქმნა უკვე ის წესი შემოწმებისა და ასე შემდეგ, უკვე არსებობს პრობლემები, სავარაუდოდ კიდევ უფრო იქნება მომართვიანობა და შესაბამისად ამ მხრივ და ამ მიმართულებით საქმიანობას ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ვთვლით და მუშაობთ. რაც შეეხება ბატონი ვახუშტის შეკითხვას ხელმისაწვდომობის აღსრულების მექანიზმთან დაკავშირებით, მინდა მოგახსენოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი გასულ წლებშიც საუბრობდა ამასთან დაკავშირებით და ვიდრე ბატონი ვახუშტის შეკითხვას ვსვამდა, მე მოვძებნე გვერდი, სადაც ჩვენ გვიწერია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სამწუხაროდ არ არსებობს აღსრულების მექანიზმი, მათ შორის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ჩანაწერია 78 პრიმა და 78 მეორე, ფაქტიურად მკვდარი და უმოქმედო მუხლებია, რომლებიც მათი ჩანაწერის არსებობის დღიდან არ ამოქმედებულა და არც ერთი რეაგირება და არც ერთი სამართალდარღვევის ოქმი არ შესრულებულა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ცალკე რეკომენდაცია გვქონდა ინდივიდუალური და ესე რომ თქვენ შეგიძლიათ ამასთან დაკავშირებით ჩვენი ანგარიშის 23 გვერდზე იხილოთ ჩვენ სადაც საუბრობთ ამის დეტალებზე. რაც შეეხება ბატონი ნიკოლოზის შეკითხვას ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებით, მე ბოდიშს ვიხდი უბრალოდ წინა ბლოკში გამომრჩა ეს შეკითხვა, მინდა გითხრათ, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ტრენინგებს ატარებს სხვადასხვა ჯგუფებისთვის, სხვადასხვა პროექტების ფარგლებში და მინდა გითხრათ, რომ არა მხოლოდ ჩვენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები მონაწილეობთ ამ ტრენინგებში, არამედ ვიწვევთ სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს, მათ შორის მინდა გითხრათ, რომ არიან შეზღუდული მქონე პირები, სხვადასხვა შეზღუდვის მქონე პირები და მათ მიერ ხდება ამ ტრენინგების ჩატარება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფარგლებში, ისე როგორც ეს ტარდება ჟურნალისტებისთვის, პოლიციელებისთვის, სამედიცინო სფეროს მუშაკებისთვის, სხვადასხვა ფოკუს ჯგუფებისთვის და სხვადასხვა მიმდინარეობებისთვის, როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების მასშტაბში. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა დეპარტამენტმა ჩვენი თანამშრომლების უშუალო მონაწილეობით დაიწყო საჯარო სკოლებში ცნობიერების ამაღლების ფარგლებში 1 საათიანი მოკლე პრეზენტაციები, რომელიც ესე ვთქვათ ბავშვებს მიაწოდებს მოსწავლეებს საწყის ეტაპზე იმ ელემენტარულ ინფორმაციას, რაც მათ უნდა გქონდეთ და ამ მიმართულებით კიდევ უფრო გამართოთ ჩვენ საქმიანობას და ერთ-ერთი კომპონენტი მოგეხსენებათ კონვენციის თანახმად და საქართველოში მთავრობის და მათ შორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ სახალხო დამცველი არის პოპულარიზაციის ორგანოს დასახელებული, ბუნებრივია ეს თავის-თავში მოიაზრებს ტრენინგების ციკლს არა მარტო ადგილობრივი ექსპერტების, არამედ საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით და ჩვენ აპარატში ესე ვთქვათ ამ მიმართულებით საქმიანობა მიმდინარეობს და ბუნებრივია ეს საკითხები არ დარჩება ისე რომ მასში არ იყვნენ აქტიურად ჩართულები შეზღუდული მქონე პირები, ბუნებრივია სფეროს ექსპერტები. რაც შეეხება მეომრების, თქვენ როგორც ჩანს მხედველობაში ჰქონდათ სარეაბილიტაციო და სამკურნალოდ ამ პირების გაგზავნა. როგორც მოგახსენეთ,
დიახ, როგორც მოგახსენეთ, სახალხო დამცველის აპარატში შეიქმნა სამხედრო პირთა თავდაცვის სფეროში, ასე ვთქვათ, სამხედრო პირთა უფლებებზე მომუშავე დეპარტამენტი. პარალელურად უკვე გითხარით, რომ ჩვენც მუშაობთ ამ მიმართულებით, ასევე თანასწორობის დეპარტამენტი და თუ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით თქვენი სურვილი იქნება, შეგიძლიათ მოგმართოთ და ჩვენ შესაბამის უწყებებთან შემდგომი კომუნიკაციის მხრივ დავაზუსტოთ. კი ბატონო, დავაზუსტეთ, რატომ არ მოხდა, რა არის ამის მიზეზი, იყო თუ არა თქვენი მხრიდან მიმართვა და ასე შემდეგ, ანუ მოვახდეთ ამ საკითხის შესწავლასაც. რაც შეეხება ბატონი გიას შეკითხვას, რომელიც ეხება მხედველობის შეზღუდვის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით, გეთანხმებით კი ბატონო, მაგრამ იქ არ არის ცალსახად ჟესტურ ენაზე, მათ შორის ჟესტურ ენაზეა საუბარი და ეს თავისთავად მოიცავს იმას, რომ უნდა იყოს ინტეგრირებული ყველა ადამიანისთვის და უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი და აქ რა თქმა უნდა არ ხდება ჩვენს მიერ დაყოფა სხვადასხვა ჯგუფის და სხვადასხვა საჭიროების მქონე პირთა მიმართ, მაგრამ ჟესტური ენა მოგეხსენებათ ზოგიერთ ქვეყანაში კანონიც კი არსებობს ჟესტური ენის შესახებ და ჩვენ სახელმწიფოსაც სავარაუდოდ მოუწევს ასეთი კანონის შემუშავება იგივე კონვენციის მოთხოვნებიდან გამომდინარე და აქ აქცენტი უბრალოდ იყო იმიტომ გაკეთებული, რომ საინფორმაციო გადაცემები მიმდინარეობს ამ ეტაპზე მხოლოდ ჟესტური ენით და არა სხვა გადაცემები, თუმცა რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ უფრო მეტია ამ მხრივ გასაკეთებელი, მათ შორის მედია საშუალებების მხრიდან და საქართველოს სახალხო დამცველი ბუნებრივია ამ მხრივაც და ამ მიმართულებითაც როგორც გასულ წლებში მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს ამ თემებზე. დიდი მადლობა. საბჭოსთან დაკავშირებით რაც შეეხება ამ იმპლემენტაციის ორგანოს ეს საკითხი და ეს თემა ჩვენს გვაწუხებს და ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ მათ შორის ჩვენის 5 მაისის პრეზენტაციაში, დღევანდელ პრეზენტაციაში, რომ შენელებულია ეს პროცესი და საჭიროა მისი გააქტიურება, თუმცა სახალხო დამცველს ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ მონიტორინგის ორგანო და თავის დროზე როცა ანგარიშს დავწერთ, ჩაიწერება იქ, რომ არ მოხდა დროულად საბჭოს დებულებაზე მუშაობა, არ დაიწყო დროულად და სწრაფი ნაბიჯებით ამ მიმართულებით საქმიანობა და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, გვაქვს კომუნიკაცია მათთან ამ თემებზე და ასევე სხვა თემებზე და ამ მიმართულებითაც მონიტორინგი გახორციელდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალისხმევა, თქვენი ძალისხმევა და ზოგადად ორგანიზაციების თანადგომა და ყველას ერთობლიობა მიგვიყვას იქამდე, რომ ალბათ დაიძრება ეს საკითხიც და უფრო დაჩქარდება იმპლემენტაციის პროცესი. ალბათ მათი მხრიდანაც კარგი იქნებოდა კომენტარი, მაგრამ როგორც ხედავ, რა ვიცი, საბჭოსთან დაკავშირებით მადლობა. ორ ძალიან მოკლედ დავამატებ, ერთი ცნობიერების ამაღლების კამპანიების წარმოების კუთხით ჩვენ ასევე ვართ დამუშავების პროცესში, რომ სოციალური კლიპისა, სადაც იქნება სწორედ რომ სახალხო დამცველის ოფისი არის კონვენციის იმპლემენტაციაზე მონიტორინგის განმახორციელებელი და პოპულარიზაციის განმახორციელებელი ორგანო და ვიმედოვნებთ, რომ უახლოესი ერთი თვის მანძილზე, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფინალო კომენტარების მიწოდება სხვადასხვა აი იმ კომპანიისთვის, რომელიც ამ კლიპს ამზადებს, რომელიც იქნება განთავსებული ინტენსიურად საინფორმაციო საშუალებებში, ეს კიდევ ერთი დამატებითი საშუალება იქნება, მაგრამ უნდა ითქვას ზოგადად, რომ მხოლოდ სახალხო დამცველი ვერ იქცევა ცნობიერების ამაღლების კუთხით ერთ-ერთ ყველაზე იქცევა, რა თქმა უნდა, მაგრამ აქ აუცილებელია ყველა სახელმწიფო სტრუქტურის, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის ზოგადად საზოგადოების გარდატეხა საიმისოდ, რომ უფრო მეტად მოხდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა და ამ პირთა სრულფასოვანი ინტეგრაცია საზოგადოებაში. და მეორე საკითხი შეეხებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელმაც უდიდესი როლი უნდა შეასრულოს სწორედ საინფორმაციო კამპანიებისა და ცნობიერების ამაღლების კუთხით და ჩვენ გვაქვს წინასწარი შეთანხმება იმასთან დაკავშირებით აპარატში, რომ მოხდება ცალკე მათთვის საზოგადოების მაუწყებლისთვის ამ რეკომენდაციების განზოგადება და დამოუკიდებლად წარდგენა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ ისინი ვალდებულნი არიან 20 დღის განმავლობაში პასუხი გასცენ სახალხო დამცველის ამა თუ იმ წინადადებას და რეკომენდაციაში ასახულ მოთხოვნებს. ეს იქნება კიდევ ერთი დამატებითი საშუალება საიმისოდ, რომ ეს საკითხები და თემები კიდევ მეტად დაიძრეს. მინდა და დავემატო. იქეთ არ იყო 1 2 და შემდეგ მაიას ასევე მიკროფონი ბიჭო შეიძლება
მოგესალმებით, ნინო ბაიდაური, ხელმძღვანელი გარემო ყველასთვის. პირველ რიგში მადლობას გიხდით მენც გაკეთებული ანგარიშისთვის. პრინციპში სანამ ჩემი რიგი მოვიდა, კითხვები რომელსაც მინდოდა უმეტესად დაისვა, თუმცა მაინც გავაკეთებ უფრო აქცენტს კიდევ ერთხელ ქმედუნარიანობის საკითხზე. ამ თემისადმი ინტერესი არის განსაკუთრებით მაღალი, იმიტომ რომ კონვენციის რატიფიცირების შემდეგ პრაქტიკულად ეს არის ერთადერთი რეალური ნაბიჯი, რაც გადადგა სახელმწიფომ, იცით რომ კანონმდებლობა არ გადახედილა და ქმედუნარიანობა თუ არის შესაძლებლობა და ან ხართ უფლებამოსილი ან გაქვთ საკმარისი ინფორმაცია უფრო კონკრეტულად გითხრათ, აი რა кейსები შემოვიდა და რა პრობლემები გაჩნდა უკვე ამ თემასთან მიმართებაში, იქნებოდა ძალიან საინტერესო და აქვე მართალია შეიძლება დრო მიმქონდეს იმითი რომ კომენტარზე ვაკეთებდე კომენტარს და შეიძლება მორალისტურად ჩანდეს ჩემი გამოსვლა, მაგრამ ვთვლი რომ არა მაქვს უფლება ამაზე რეაგირება არ გავაკეთო. უნდა გამოგეხმაუროთ ბატონო თქვენ გუშაგის წარმომადგენელს. მე აბსოლუტურად გეთანხმებით რომ თითოეული ჯგუფი საჭიროებს განსაკუთრებულ მიდგომას ინტერესების დაცვას. გეთანხმებით იმას რომ აფხაზეთის მეომრები მართლა უყურადღებოდ ხართ დარჩენილები, მაგრამ მინდა გთხოვოთ თქვენს და ყველასაც რომ იქნება მოვახერხოთ საკუთარი თავის და იმ ჯგუფის რომელსაც თავს მივაკუთვნებთ ინტერესების დაცვა სხვათა დაკნინების გარეშე. თქვენ ახსენეთ რომ ვიღაცები აქ რომ შობიარობენ ჩვენ ომში ვიბრძოდი და მეტი გვეკუთვნისა და სანამ თემის შიგნით იქნება ესეთი მიდგომა რომ ვიღაცა ვიღაცაზე პრივილეგირებულია, საზოგადოება რომლის ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობთ, ხელს ვერ გავიშვერთ მათკენ, რომ იცით რა არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ვიღაცაზე უკან აყენებთ. ძალიან დიდი მადლობა გთხოვთ რომ ეს გაითვალისწინოთ მით უმეტეს საჯარო გამოსვლებისას. თუ შეიძლება ჯერ კითხვები დაისმენო და მოგცემთ ძალიან მოკლე კომენტარის. მოგესალმებით. საქართველოს უსინათლოთა კავშირი თამაზ მუქერი. მე მაქვს ორი შეკითხვა ასეთი. ერთ-ერთი ძირითადი საკითხია შეშუპეთა დასაქმების საკითხი, პრობლემატური საკითხია ნამდვილად ეს იგი. შეშუპეთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის ესე იგი სამთავრობო 14 წლის სამთავრობო გეგმაში არის მთელი ბლოკი გაწერილი ესე იგი რომ იწყება იმით რომ შეიქმნა ჯგუფი შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროში შრომის ბაზარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე მიდის სოციალური საწარმოების განვითარება კოოპერატივები და ასე შემდეგ ფაქტიურად ამ კუთხით ესე იგი არაფერი არ კეთდება ომბუდსმენის ანგარიშიც კი გაიჟღერა რომ საკანონმდებლო ბაზა არ არსებობს, ნამდვილად ასეც არის და არავით არის ძვრები ამ კუთხით. არადუ უმთავრესი საკითხია ნამდვილად, იმიტომ რომ დასაქმების გარეშე არავით არის ინტეგრაცია არ მოხდება დანარჩენი უბრალოდ სიტყვის მასალა. ეს ერთი საკითხი. აი ამ კუთხით თუ ომბუდსმენის სამსახურს მოუთხოვია შრომის სოციალური დაცვის სამინისტროსგან, აი ამ კუთხით რომ მეტი რაღაც უფრო ენერგიულად მოეკეთოს და ძრები რო ქონდეს ჩვენ რეალურად რა თქმა უნდა. არა ისე რომ კონფერენციების და შეხვედრების დროს ესე იგი უბრალოდ საუბრები, ამიტომ რეალური შედეგი რომ მოყვეს აი ამ ქმედებას. ისე ეს არის 27 მოხდი კონვენციის. და მეორე საკითხი კიდე მე ომბუდსმენის სამსახურს მივმართ, ესე იგი მნიშვნელოვანი საკითხია ადგილობრივი ხელისუფლების ესე იგი ხელისუფლებას საბჭოებში შეშუპეთა ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, ბატონო პასუხის მომივიდა მივმართე რამოდენიმე გამგეობას, ასეთი პრეცედენტი ვიცით გვაქვს ჩვენ ესე იგი ქალაქ თბილისის მერიასთან ესე იგი ასეთი საბჭო უკვე მოქმედებს და სხვადასხვა კარგად ნორმალურად ბევრი პროექტი დაფინანსდა, მაგრამ რაც შეეხება რეგიონებს, გამგეობებს, მერიებს და ასე შემდეგ, ყველაფერი ისეთი შტაბ-ტიპი მრჩება, რომ საერთოდ ესე იგი ასეთი დადგენილება შეშუპეთა ესე იგი 11 წლის სამთავრობო გეგმაზე საერთოდ არ გაუგიათ. აი ესეთი შტაბ-ტიპი მრჩება, იმიტომ რომ გაკრებასაც იქნებენ წარმომადგენლები. აი ამ კუთხით თუ ომბუდსმენის სამსახურს თუ მოუთხოვია და რატომ დღემდე უკვე 1 წელზე მეტი გავიდა რა დადგენილება დამაშია შესული
საბჭოები ხოლმე მარტო თბილისის მერიასთან შექმნილი. აი ეს ორი საკითხი მოდა თქვენთან. მადლობა. დიდი მადლობა მაია ქურციკიძე გაეროს ბავშვთა ფონდი. ჩვენ აქ საუბრობდით ცნობიერების ამაღლებაზე და მინდა ვთქვა რომ ცნობიერების ამაღლება და ინფორმირებულება ყოველთვის არ გულისხმობს ადამიანების ქცევისა და მენტალობის შეცვლას. ეს პირდაპირ ამას არ უკავშირდება, ეს ძალიან რთული საკითხია და ჩვენ ხშირად გვაქვს რომ ისეთი შემთხვევები რომ მოსახლეობა არ ინფორმირებული, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ამ ძველ ქცევას და დამოკიდებულებას აგრძელებს. ამიტომ ჩვენ ალბათ უნდა გავცდეთ თუნდაც ამ ტერმინოლოგიას და ვისაუბროთ სწორედ კარგად დაგეგმილ, სწორად გააზრებულ ქცევის შეცვლისაკენ მიმართულ კამპანიებზე, რომელიც მხოლოდ მედიის ჩართულობას არ ეთვალისწინებს, თუმცა რასაკვირველია ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ითვალისწინებს იგივე განათლების სისტემაში ძირეულ ცვლილებების მოხდენას, რამდენადაც აი ეს დამოკიდებულება სწორედ ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეს ადამიანს ინტეგრირებული, ტოლერანტული დამოკიდებულება განსხვავებული უნარების მქონე ადამიანების მიმართ. ჩვენ აუცილებლად ამაზეც უნდა ვილაპარაკოთ, რომ სწორედ განათლების სფეროში მოხდეს აი ამ საკითხების ინტეგრირება, ასევე მედიაც რასაკვირველია თქვენ ახსენეთ რომ ხდება მედიაში ამ საკითხების გაშუქება, მაგრამ როგორ ხდება ეს კიდევ სხვა საკითხია. ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სწორედ მედია ამსხვრევდეს იმ სტერეოტიპებს, რამდენადაც ხშირად ხდება ამ ადამიანების მხოლოდ შეზღუდულ უნარებზე ყურადღების გამახვილება და არა იმ უნარებზე, რომელიც ამ ადამიანებს შეუძლიათ მართლაც სარგებელი მოუტანონ თავიანთ საზოგადოებას. ასე რომ ჩვენ უნდა ალბათ ვისაუბროთ იმაზე, რომ იყოს ქვეყანაში კარგად სწორად დაგეგმილი საკომუნიკაციო კამპანია, რომელიც კონკრეტულ მიზანი ექნება რომელსაც და რომელსაც სხვადასხვა სტრუქტურა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი იქნება ჩართული და ჩვენ UNICEF-ი რასაკვირველია ვითანამშრომლობთ, ჩვენ გვაქვს გარკვეული გეგმები ამასთან დაკავშირებით და ვითანამშრომლებთ ყველასთან, მათ შორის თქვენთან რასაკვირველია. მადლობა. მოგესალმებით, მარინა მამულია, მომავალი იწყება დღეს უსინათლოთა რეაბილიტაცია. მე არ ვიტყვი ახლა კიდევ ერთხელ, რომ უსინათლოებისთვის საჭირო თეთრი ჯოხი არ იყო, არ არის და მომავალშიც არ იქნება, ისე ვატყობ და უამრავი ახალგაზრდა, რომელსაც ძალიან ბევრი გეგმა აქვს ცხოვრებაში, ელოდება ამ უსინათლოსთვის რეაბილიტაციის ძალიან სერიოზულ საშუალებას. მე მინდა უბრალოდ თქვენი ანგარიშიდან წაგიკითხოთ მოგმართოთ შეკითხვით. აი გამოცხადებულა ტენდერი თბილისის რაიონული გამოუცხადებიათ ავტობუსის გაჩერებაზე საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი კონსტრუქციების დამონტაჟების მიზნით გამოცხადდა ტენდერი, სადაც ერთ-ერთ პირობად გაითვალისწინეს სამოქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელ კონსტრუქციებზე ორივე მხარის გამჭვირვალედ დატოვება. გაუმარჯვია რომელიღაცა კომპანიას და რომელიც ახლა არასრულებს და უამრავი შესულია თუნდაც თხოვნა, მათ შორის ჩვენი ორგანიზაცია არაერთხელ შემოვიდა ამ წინადადებით, რომ ეს არის იგივე დარღვევა, რაც ჩვენთვის საქართველოში ძალიან საყვარელი და რეაბილიტაციის ერთ-ერთ საშუალებად მიჩნეული პანდუსი, იმიტომ რომ მთელი ნახევარი ქალაქის მოსახლეობა დგას გაჩერებებზე შუა ქუჩაში. არ ვიტყვი იმაზე, რომ ეს არის ძალიან საფრთხო, არ ვიტყვი იმაზე ძალიან მომხერხებელი და გაუმარჯვია კომპანიას, რომელიც ეხლა აცხადებს თურმე რომ აი ეს რომ გავაკეთო, გამჭვირვალე რომ გავაკეთო, ჩემი შემოსავლების კლებას იწვევს. მე მინდა გკითხოთ, აი ჩემი შემოსავლების კლებას იწყებს, რამდენად დაიკლებს, რამდენად არის პასუხი აი ესეთ სერიოზულ საკითხებზე და რა გვაქვს, რა დიდი შეგვიძლია ასეთი ადამიანები, ასეთი კომპანიები დავსაჯოთ და ვაიძულოთ, რომ გააკეთდეს ის ეს არის ძალიან ელემენტარული. მოშორდეს ერთი ქაღალდი იმას მარცხენა მხარეს გაჩერების მარცხენა მხარეს. რა მექანიზმი გვაქვს და რითი შეიძლება ამან ზემო? მოგესალმებით, ნინო ყოჩიშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, ადგილობრივი, ასე ვთქვათ, focal point-ი ინგლისურად, ქართულად ალბათ უფრო კოორდინატორი შეზღუდული შესაძლებლობების პირების ჩვენს წარმომადგენლობაში. უპირველეს ყოვლისა, ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ ასეთი ანგარიში მოამზადეთ. ძალიან საინტერესო იყო ის დისკუსია და დებატები, რომელიც გაიმართა. მთელი რიგი საკითხები, რომელიც ჩვენს დამიჯერეთ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ უკვე წამოჭრილი იქნა როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ერთ-ერთი შეკითხვა პატარა კომენტარი
რომელიც დასაქმებას ეხება, ეს არის ერთ-ერთი საკითხი შშმ პირების დასაქმების პერსპექტივები ინფორმაციის სახით მინდა მოგაწოდოთ, რომ აქვს ქვეყანას ვალდებულება აღებული იმაზე, რომ უფრო სტრუქტურულად მიუდგეს ამ საკითხს და ამ მიმართულებით ჩვენც ევროკავშირის წარმომადგენლობასა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას აქვს ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელიც დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის ხელშეწყობას უწყობს, ასე ვთქვათ, პროცესებს უწყობს ხელს. და ამ ჩვენი პროგრამის მიმდინარე პროგრამის ფარგლებში შესაბამისი სააგენტოები, რომელიც შრომის ჯანმრთელობის სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და კერძოდ ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტო და მის მიერ საკოორდინაციო დასაქმების ხელშემწყობი ცენტრებისათვის იგულისხმება, რომ მოხდეს კანონმდებლობის გადახედვა, რომელიც დასაქმების საკითხებს ეხება და რომელიც ასოცირების ხელშეკრულების 21-ე დანართში არის გათვალისწინებული, მოხდეს ადამიანთა გადამზადება იმათი, ვინც იქნება ამ დასაქმების ხელშემწყობ ცენტრებში, რომ ისინი მათი ცნობიერება და ქცევაც სავარაუდოდ შეიცვალოს და შემდგომ უფრო სტრუქტურირებულად მოხდეს შშმ პირების დასაქმების პერსპექტივის გაზრდაც. ეს არის რაღაც უფრო საშუალოვადიან და ალბათ უფრო გრძელვადიან პერსპექტივებზე გვაქვს საუბარი, მაგრამ დამიჯერეთ, რომ არის ვალდებულებები აღებული, ჩვენც ვეხმარებით და იმედია, რომ სამომავლო ანგარიშებში, მომავალი წლის ანგარიშებში უკვე ამაზეც რაღაც კონკრეტული ფაქტები დაიდება და ჩვენ შევძლებთ ერთობლივად მონიტორინგის განხორციელების მონიტორინგზე ინფორმაციის მოსმენას. ძალიან დიდი მადლობა. მოგესალმებით, მე ვარ სენაკის ბავშვთა სახლიდან ყოფილი, იქ ვიზრდებოდი. მე სამწუხაროდ იქიდან გამომაძევეს, მაგრამ ვარ მაინც. მე მინდა მადლობა გადაუხადო ქალბატონ ირინას მოწვევისათვის, იმიტომ რომ ჩვენ არასდროს არ გქონდათ შესაძლებლობა რომ ასეთ ანგარიშებზე მოგვესმინა და მინდა გამოვეხმაურო ერთ საკითხს, რომელიც 1 წლის უკან მოხდა აქ არენაში, ბოდიში მინდა მოუხადო ბატონ იმას რა ქვია ჩვენ ახალ სახელმწიფო დამცველს, მაშინ შეცდომაში შემიყვანეს და მოგვარდა ის საკითხები, რაც მე ირინასთან ველაპარაკე. რაც შეეხება ბავშვთა სახლებთან მიმართებაში, მინდა მე წლების მანძილზე ვიზრდებოდი და ვიცი რეები ხდებოდა ბავშვთა სახლებში. ძალიან კარგია, რომ ბავშვები მოხდება ინტეგრაცია საზოგადოებაში, მაგრამ არ ხდება ისე, როგორც არის საჭირო. ამიტომ სახალხო დამცველმა ყველაზე მეტი უნდა იმუშაოს ამ საკითხთან დაკავშირებით და მე მაგითად ვენდობი სახალხო დამცველის ყველა მონიტორინგ რაც არის მასალებში, იმიტომ რომ მართლა ხდება ასეთი რაღაცები და დიდი მადლობა მოწვევისათვის კიდევ. მოგესალმებით პროფესიული კავშირების გაერთიანება რაისა ლიპარტელიანი ძალიან კარგია რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა უკვე ამაზე ისაუბრა და მე პრინციპში ამაზე ვაპირებდი საუბარს რომ რეალურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომითი უფლებები საერთოდ არ არის რეგულირებული საქართველოს კანონმდებლობით მაშინ როდესაც საქართველოს გამომდინარე არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებიდან, რომელიც 21-ე დანარჩი ცალკე ევროკავშირის დირექტივების თაობაზეა საუბარი, რომელიც ეხება სწორედ თანაბარ ხელმისაწვდომობას დასაქმებაზე, ჯერ კიდევ მანამდეც საქართველოს რატიფიცირებული აქვს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 111 კონვენცია, რომელიც მიხედვით უნდა უზრუნველყო სახელმწიფო თანაბარი ხელმისაწვდომობა დასაქმების სფეროში ნებისმიერი ნიშნის, ნებისმიერი ადამიანის და სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით არათუ ის რომ არ ასახავს კანონმდებლობა მათ შრომით უფლებებს, არც მიმდინარეობს რაიმე ტიპის მუშაობა ამ მიმართულებით. დაახლოებით 4 წლის წინ იყო UNDP-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც გარკვეული რეკომენდაციები და კანონპროექტი შემუშავდა სხვადასხვა ორგანიზაციების ჩართულობით, მათ შორის ჩვენი და სწორედ ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომით უფლებებს. თუმცა შემდგომში არანაირი წინგადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა და ძალიან კარგი იქნება თქვენი აპარატი ამას მეტ ყურადღებას მიაქცევს, მით უმეტეს რომ უკვე არსებობს გამოცდილი ქვეყნების პრაქტიკა ამ მიმართულებით, ვიცით რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არსებობს კვოტირების სისტემების შეღავათები ბიზნესის და ასე შემდეგ, იმისთვის რომ გარკვეულწილად გარდამავალი ზომები, დროებითი ღონისძიებები იყოს მიღებული და ხელი შეეწყოს ასეთი პირების დასაქმებას. რამდენადაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი ინტეგრაციის კუთხით, უკავშირდება სხვადასხვა უფლებებს, განათლების უფლებას და ასე შემდეგ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებით გააქტიურება მოხდეს მუშაობის და ის საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას აქვს აღიარებული, სავალდებულო შესაძლებლობად შესრულდეს და რაღაც ნაბიჯები იქნას გადადგმული. როგორც ვიცით, დღეს მდგომარეობით ამ მიმართულებით სამწუხაროდ ჯერჯერობით მუშაობა არ მიმდინარეობს. მადლობა.
მოგესალმებით, მე გახლავართ ეკად გებუაძე, წარმოადგენ განათლების და მეცნიერების სამინისტროს. დავიწყებ უწყვეტი განათლებით. გეტყვით, რომ სწორედ UNICEF-ის მხარდაჭერით დაიწერა კანონი სკოლამდელი განათლების შესახებ, რაც შეეხება ზოგადი, სადაც ასევე ინკლუზიური განათლებას უჭირავს ერთ-ერთი ადგილი. მოგეხსენებათ, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში უკვე ასახულია ინკლუზიური განათლება, თუმცა ეხლა განათლების სამინისტრო გეგმავს ასევე მოახდინოს რევიზია ზოგადი განათლების შესახებ კანონის 24 მუხთა მიმართებაში. გადავალ პროფესიული განათლების საფეხურზე, პროფესიული განათლების საფეხურზე ასევე ახალი კანონმდებლობა დაიწერა, სადაც ასევე ასახულია ინკლუზიური განათლების შესახებ ყველა ის მნიშვნელოვანი პუნქტი, რაც საჭიროა და ერთადერთი კანონი, ეს არის უმაღლესი განათლების შესახებ, რომელიც ჯერჯერობით რჩება ღია და სამომავლოდ ალბათ უკვე დაიწყებს სისტემა ამ კანონშიც შესაბამისი მუხლების ასახვას და ცვლილების შეტანას. რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, დაგეთანხმებით ამ მიმართულებით ძალიან დიდი მუშაობა გჭირდება არა მარტო განათლების სამინისტროს, არამედ სხვადასხვა უწყებებს. იგეგმება ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია, ასევე სამოქალაქო განათლების კუთხით გეგმავთ აისახოს გარკვეული საკითხები, რომლებიც ასევე დაეხმარება ადრეული ასაკიდან ბავშვების ცნობიერების ამაღლებას და რაც შეეხება ინკლუზიური განათლების მიმართულებით მოსწავლეების ჩართულობას, გეტყვით, რომ მართლაც არსებობს რიგი кейსები, ჩვენამდეც მოდის განათლების სამინისტროში, მაგრამ არც ერთი მოსწავლე არ რჩება ზოგადი განათლების მიღმა, ბოლომდე მივყვებით და ჩვენ თვითონ ვართ ჩართული იმაში, რომ ყველა მოსწავლე იყოს, ასე ვთქვათ, სრულუფლებიანი წევრი იმ საზოგადოების, რასაც ქვია სკოლა და მიიღოს შესაბამისი განათლება. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. თუ შეიძლება თქვენ რომელიც გსურდათ და ამით ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, იმიტომ რომ მე რატომ გავაკეთე აქცენტი ამაზე, იმიტომ რომ პირველად საქართველოს ისტორიაში შეზღუდული შესაძლებლობის კომისიები საკოორდინაციო საბჭოებში არის წარმომადგენელი ვეტერანების და დევნილების. აქამდე ჩვენ ვიყავით დისკრიმინაციის მომენტში და ამიტომაც მე ყოველთვის ვაკეთებდი მაგაზე აქცენტს და გავაკეთებ. დიდი ბოდიშებით. რატომ კიდევ ერთჯერ გავახსენებ. მეგა სახელმწიფოსთვის და ჩემი ძმები, სანამ თქვა აგუძერის ფსიქდისპანსერი, მე დავკარგი 5 ბიჭი. სანამ ევაკუაცია ხდებოდა. სანამ აი შეზღუდული შესაძლებლობის პირის მე ვიცოდი რომ მე მოვკვდები. და ის ზოგი თუ დალია და ავარიაში ფეხი დაკარგა ბოდიში, უნდა რიგში დადგეს და დაელოდოს იმ გმირს, სანამ გაუკეთებენ. ეგ ჩვენი აზრია. და ირინა, გავს 7 წუთი თავიდან 5-6 წუთი მოკლედ თუ შეიძლება მოკლედ. ძალიან მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენ უნარობასთან დაკავშირებით ორი кейსი გვაქვს, სადაც ნინომ შეკითხვა დასვა რა кейსებია. ეს არის ის ადამიანები, რომლებმაც 1 აპრილის შემდეგ მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს გადაწყვეტილებებით, სასამართლო გადაწყვეტილებებით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათ უკვე ახალი რეგულაციების თანახმად ვერ დაინიშნებოდათ მეურვე დამძრომელი ამ ეტაპზე არ აყავთ დანიშნული და ამ ბუნებრივია გარკვეული პრობლემები წარმოშვა ამ ადამიანებისა, მათ შორის იგივე სოციალური პაკეტის მიღების უფლება, სხვა უფლებები და სხვა წარმომადგენლობა მათი მხრიდან. ორი ასეთი кейსია, როცა ვერ დაინიშნა მეურვე და შესაბამისად ვერ ხდება უფლებების რეალიზება. ჩვენ არა მხოლოდ ამ кейსებს ველოდებოდით, როგორც გითხარით, დაგეგმილი გქონდა და ვახორციელებთ მონიტორინგს, უკვე გაგზავნილია ინფორმაცია გამოთხოვილი, თუ რამდენმა პირმა მიმართა ამ ეტაპზე და რა სახის პრობლემები აქვთ ამ ადამიანებს და ვფიქრობ, ჯანათლის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მოგვაწვდენ ამ ინფორმაციას, რომელთა ანალიზის შემდეგ უკეთესად გვეცოდინება, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ კიდე რა პრობლემები შეიძლება წამოვიდეს. ჩვენ გვაქვს ვარაუდი სხვადასხვა, მაგრამ როცა кейსები იქნება, მე უფრო რა თქმა უნდა, უფრო კონკრეტულ ფაქტებზე შეგვეძლება საუბარი. რაც შეეხება ბატონი თამაზის შეკითხვას დასაქმება ამას მუდმივად ვსაუბრობ და ვაპელირებთ, რომ აუცილებელია ამ მხრივ გააქტიურება. ჩვენ მოგვწერა ჯანათლის სამინისტროს დასაქმების დეპარტამენტმა, რომ სახელმწიფოში ხორციელდება ნორვეგიის პროექტი,
რომელიც საკმაოდ სოლიდური თანხით არის დაფინანსებული და ამ მიმართულებით იწყება გარკვეული საქმიანობა. ჩვენ უნდა დაველოდოთ რა თქმა უნდა ამ პროცესის დაწყებას და აქაც პირობას ვიძლევი, რომ უკვე დაწყებულია ეს პროცესი და იქნება ძალიან აქტიური და ვფიქრობ საბოლოოდ თქვენი ჩართულობით გარკვეული მივალთ იმ შედეგამდე თუ რა მოხდება ამ პროექტის ფარგლებში, რამდენად გაუმჯობესდება თუ როგორი იქნება მდგომარეობა. ამ მხრივაც მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ საქმიანობას ვახორციელებთ და ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ მონიტორინგს. ადგილობრივი თვითმმართველობის საბჭოებს რაც შეეხება ბატონო თამაზ, მე როგორც ვახსენე 76 მუნიციპალიტეტიდან გამოთხოვილია ინფორმაცია, მინდერობს მათი დამუშავება, მაგრამ ბუნებრივია როცა ინფორმაციას ვიღებ, მე ვკითხულობ რა წერია მათში, რამოდენიმე ადგილობრივმა თვითმმართველობამ უკვე მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ყავთ მრჩევლები, მათ შორის ქუთაისის ყავს მრჩეველი შეზღუდული საერთო მქონე პირთა საკითხებში, ბაღდადის მუნიციპალიტეტში შეიქმნა ასევე შშმ პირთა საბჭო, ისევე როგორც არის თბილისის შემთხვევაში, თუმცა დანარჩენ რეგიონებში როგორ განვითარდება, მათ შორის გორიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ მათანაც იგეგმება მრჩევლის ან საბჭოს, გააჩნია როგორი ფორმატით იქნება, იქ არ არის სასახად განსაზღვრულებული საბჭო უნდა იყოს, შეიძლება ეს იყოს მრჩეველი, ანუ სფეროს ექსპერტი და ამ შემდეგ ამ მხრივ გამოთხოვილი ამ მიმართულებით ჩვენს მიერ ინფორმაცია, გარკვეული დეტალები, რომელიც მე ხაზზე პირად მახსოვს, უკვე გითხარით ქუთაისის და ბაღდადის შემთხვევა, თუმცა დანარჩენებს როცა დავამუშავებთ, ასევე გაძლევთ პირობას, რომ ჩაგაყენებთ ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში და ინფორმაცია განთავსდება ჩვენს ვებ გვერდზე. დიახ. დიახ. საკონსულტაციო საბჭოში არის სხვადასხვა წარმომადგენლობა, იქ არის იგი სხვა ეთნიკ მოსარგებლო სინათლეები და ასე შემდეგ, ხო? ყველა თავის სპეციფიკა აქვს, კატეგორიებსაც აქვს თავის სპეციფიკა. ხოლო კი არის, მაგრამ ფორმალურად არის. გასაგებია, მაგრამ ვიდრე ჩვენ არ ვიცით საშუალება რომ დაასრულოს კალატონი. დიახ, ვიდრე არ ვიცით ამ საბჭოებმა როგორი საქმიანობა განხორციელეს და რამდენად ქმედითი იყო მათი მუშაობა, მანამდე ალბათ არ იქნება ჩვენი მხრიდან პრიანი რაღაც კომენტარის გაკეთება. დაველოდოთ, თუ შედეგი არ იქნება, რა თქმა უნდა, ამაზეც დავწერთ და ვისაუბრებთ. ქალბატონი მარია ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ეს არ არის რაღაც ვიწრო მიმართულება, უფრო გლობალურად გვჭირდება ამ თემასთან დაკავშირებით და უფრო სხვადასხვა დონეზე და მათ შორის სასწავლო დაწესებულებებიდან დაწყებული და ინფორმაციის მიწოდება არ მოიცავს და არ შემოიფარგლება მხოლოდ ტრენინგებით, რა თქმა უნდა, ბუნებრივია გასაგებია და ჩვენ ვცდილობთ და ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენი ორგანიზაციაც ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ამ პროცესებში ჩართული და მხარს გვიჭერენ, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს და სწორი მესიჯები გავაგზავნოთ, მათ შორის მედია საშუალებების მიერ სწორად პრობლემების გაშუქებასთან დაკავშირებით. ქალბატონი მარინე თეთრხელჯოხთან და რეაბილიტაციის პროგრამებთან დაკავშირებით ჩვენ ვიცით ქალბატონო მარინე და მე და თქვენ არაერთხელ პირადადაც გვისაუბრია ამ პრობლემის თაობაზე, რაც შეეხება იმ რეკომენდაციას, რომელიც თქვენ ჩვენი ანგარიშიდან წაიკითხეთ, უბრალოდ ის кейსი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, მინდა გითხრათ, რომ ერთ-ერთი რეკომენდაცია იმის გამო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ ასეთ პასუხს და არ იყო მისაღები ეს პასუხი და კანონმდებლობას არ შეესაბამება ქალაქ თბილისის მერიის ასეთი პასუხი, რომ ტენდერში გამარჯვებულ პირს თურმე შემოსავალი უნდა და ამიტომ აკეთებს ამ რეკლამას, სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ ქალაქ თბილისის მერიის მიმართ რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციის ნახვაც თქვენ შეგიძლიათ ჩვენი რეკომენდაციების ნაწილში, სადაც ქალაქის თბილისის მერიის ნაწილში არის პირველად შემიძლია გვერდიც გითხრათ, ეს არის მე-19 გვერდზე ჩვენი რეკომენდაცია. დიდი მადლობა ვალერის იმისთვის, რომ ჩვენთან არის დღეს, მე ნამდვილად საჭირო ჩავთვალე, მას ხშირი კომუნიკაცია აქვს სახალხო დამცველის აპარატთან და ასევე მის მეგობრებს. თუ რაღაც გაუკვირვება იყო და გაუგებრობა შეიძლება ეს იყო არასწორი კომუნიკაციის ბრალი, მაგრამ მე გპირდები თითოეულ თქვენთაგანთან მექნება ყოველთვის კომუნიკაცია და თქვენი სიტყვა, თქვენი წინადადები ყოველთვის მისაღები იქნება იმ ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენაც შეგვიძლია. შეიძლება ასევე კრიტიკულებიც ვიყოთ რაღაც ნაწილში, თუმცა თუ ვერ შევთანხმდებით, ვერ შევჯერდებით, ეს არ იქნება რაღაც დავისაგანი, არამედ ჩვენ მივაღწიოთ უნდა კონსენსუსს იმისთვის, რომ საბოლოოდ ამ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით ყველამ ერთად გავაკეთოთ სწორი ნაბიჯები და სწორი მიმართულებით ვიმუშაოთ. ამიტომ დიდი მადლობა, რომ ჩემი მოწვევა მიიღე უბრალოდ სახალხო დამცველის აპარატის მოწვევა და მოდი დღეს ხარ ჩვენი, ასე ვთქვათ, დღევანდელი ღონისძიების მონაწილე და ასევე შემდგომში სასურველია ჩვენთან ურთიერთობა გააგრძელო, იმიტომ რომ შეთვის ძალიან ნაცნობი თემებია, შენ შეიძლება სხვაზე უკეთ იცოდე იქ რა საჭიროებებია და ამდენად შენი და შენი მეგობრების რესურსი ჩვენთვის ფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია და თქვენი ხედვა და თქვენი დამოკიდებულება საქმისთვის ძალიან საინტერესო იქნება.
ძალიან დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის. ქალბატონ რაისასაც მინდა შევეხმიანო, იმიტომ რომ დასაქმება როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთ-ერთი სერიოზულია და საერთაშორისო ექსპერტები ცალსახად წერენ იმაზე, რომ ადამიანისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანია ის არ იყოს სხვა პირებზე დამოკიდებული, არამედ თავისი შრომით უზრუნველყოს საკუთარი საჭიროებები, ეს ადამიანში გარკვეულწილად ზრდის мотивაციად, მას სხვა მიდგომები აქვს, საკუთარი თავის ასე ვთქვათ, უფრო დაჯერებული ადამიანი, როცა ის დასაქმებულია და რა თქმა უნდა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს იმ პირებისთვის, რომლებსაც არაერთი საჭიროება აქვს შეზღუდვის არ მქონე პირებისაგან განსხვავებით. დიდი მადლობა ქალბატონ ეკაზე, ჩვენ ვიცით რომ განათლების სამინისტრო მუშაობს ამ მიმართულებით, თუმცა სახალხოს დამცველი აპარატი მაინც თulis რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვინდა და ძალიან დიდი გზა გვაქვს იქამდე გასავლელი რომ კონვენციის წარმატებული იმპლემენტაცია მოვახდინოთ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები იმ წესით და იმ დოზით დავიცვათ, როგორიც ამისი მოთხოვნა და საერთაშორისო ვალდებულებები აქვს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მადლობა ქალბატონ ირინეს, მადლობა კითხვებისთვის და სახალხო დამცველს ბატონ ჩორს თხოვთ შემაჯამებელი სიტყვით მოგმართოს. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო დისკუსია გამოგვივიდა, რეალურად გარკვეულწილად უფრო მეტად შეავსო და გქონდა შესაძლებლობა მიგვეღო პასუხები ბევრ კითხვაზე. ჩვენ კვლავ უკაცრავად რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მუშაობას არაერთი მიმართულებით, რაც დღევანდელმა დისკუსიამ აჩვენა ძალიან ბევრი არის გასაკეთებელი. სწორედად რომ ცნობიერების ამაღლების კუთხით და ამაში ალბათ უფრო რადიკალური ნაბიჯებიც არის საჭირო, მიერ შემეშიდება ამ სიტყვის ხმარების, სწორედ ეს არის ალბათ ერთ-ერთი საფუძველი იმის, რომ პრინციპში ასეთი მდგომარეობა არსებობს. მეორე მხრივ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების მექანიზმი, უფრო მეტად უფრო აქტიურობა, რა თქმა უნდა და მის გარეშე, ასეთი აქტიურობის გარეშე შეუძლებელი იქნება რადიკალური ცვლილებების განხორციელება. სწორედ ამიტომ საუბრობთ, რომ არის ძალიან ბევრი ნაბიჯი გადასატყმელი სწორედ სახელმწიფოს მხრიდან. მესმის რომ არის რაღაც საკითხები, რაც უკავშირდება გარკვეულ ფინანსურ ასიგნებებს და აქედან გამომდინარე სახელმწიფოს შიშიც მესმის, მაგრამ მეორე მხრივ არ შეიძლება რაღაც უფლების რეალიზაციაზე ვთქვათ უარი, ყოველ შემთხვევაში რაღაც კონკრეტული გეგმა უნდა არსებობდეს, რომ ჩვენ გქონდეს ხედვა თუ სად მივდივართ ჩვენ და როდის არის შესაძლებელი სრულად უზრუნველყოფა და რეალიზაცია ამ უფლებების. კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე ნაწილობრივ იყო საუბარი, მაგრამ მინდა ასევე ხაზი გაუსვა, ეს არის ერთგვარად ასიმეტრიული განვითარება რეგიონებსა და დედაქალაქს შორის, რაც მე ვფიქრობ არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა სწორედ რეგიონებში ფიქსირდება, სწორედ ამიტომაც ჩვენ ვეცდებით კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი მუშაობა რეგიონებში, რომ ამ კუთხით უფრო მეტი ინფორმაცია გქონდეს. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ რესურსებიც არის შეზღუდული დღესდღეობით მხოლოდ 4 ადამიანი მუშაობს შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებზე. ვფიქრობთ რომ ჩვენ ასევე შესაძლებლობა მოგვეცემა ძალიან მალე კიდევ უფრო მეტად გავიზარდოთ რაოდენობის მხრივაც და ასევე გვექნება შესაძლებლობა უფრო მეტი თემებიც მოვიცვათ. თუმცა ასევე რა თქმა უნდა სახელმწიფოს აპარატში რამდენიმე სხვა სტრუქტურაც მუშაობს და გარკვეული კვეთები რა თქმა უნდა არსებობს, იგივე ბავშვთა უფლებების ცენტრი, რომელიც ბავშვთა უფლებებზე მუშაობს და ასევე სხვა გენდერული თანასწორობის, დისკრიმინაციის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტი თუ ახლად შექმნილი თავდაცვის სფეროში ადამიანთა მდგომარეობის სახებს არსებული დეპარტამენტი, რომელიც ვეტერანთა საკითხებზეც მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში შეძლებელია, რა თქმა უნდა და ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ამ პრობლემებზე მოხდეს რეაგირება დაუყოვნებლივ. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ მომავალ კვირაში გვექნება საპარლამენტო გამოსვლა პარლამენტში, სადაც რა თქმა უნდა ეს პრობლემები და ეს საკითხები გაჟღერდება და საპარლამენტო ტრიბუნაც იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ ხელისუფლებას კიდევ უფრო ნათლად დავანახოთ ის პრობლემები, რომლებიც აწუხებს შესაძლებელი შესაძლებლობის მქონე პირებს. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მომავალ შეხვედრამდე.